ჩვენი პოდკასტი იმად გადაიქცა ეს რაღაცა ჯაჟღანად. ჯაჟღანა პოდკასტი არის. ვაკრიტიკებთ ახალს ყველაფერს. ეგ ხო დაგვიწერეს. რაღაცები მეზობლები რო არიანო ესო. რამხიდანაც მივედი და დავდექი, ეს გოგო ზურგით იჯდა და მიმართა სახელით და ესე გამომხედა უკან. ფაქტი ნომერი 2. ფაქტი არ არის ეგ, ფაქტი. ხო და მაცდი? კარგი ხო ბოდიში. ჯეირანი. ხო, 3-მდე. ჯეირანი. და მოკეთ ბორში დაგვიწერა რომ ბოროტი ვიქნები და დავწერ 2 ყველაზე basic ჩაცმული ადამიანი განიხილავს გრემის საღამოს ტოპ არტისტებს kinda funny-ო. გვესწერვა ესე. გამარჯობა, მუსკულებია YouTube-ზე. ოჯახური პოდკასტი. გვანცა, გიორგი. არ გადართო, რომ იმ მაყურებლებში არ მოექცე, რომელიც 45-50 წამიდან გადიან. პირველი გასვლა ესე არის ხომ YouTube-ის ვიდეოებში რა. და რაც უფრო ცოტა შორიდან გავლენ. უკეთესია ხო და ნუ აი რუხ მასაში ნუ გაერევით და მოიცადეთ 15 წამი, ან 20. და მე გადით. რაც რატო? ჩვენთვის იქნება კარგი. ცოტათი დაგვიხმარება. მადლობა. რომ YouTube-ის ალგორითმმა იფიქროს, რომ ეს კარგი პოდკასტი არის. ამას პირო მე დავიწყე. YouTube-ზე გონოს, რომ კარგი პოდკასტია. მადლობა პირველ რიგში ჩვენს გამომწერებს, ჩვენს მაყურებლებს. ვისაც არ გამოგიწერიათ, გამოიწერეთ. გამოიწერეთ. თუ დაალაიქებთ, ხო, სასწაული იქნება. კომენტარებს ვინც გვიწერს, ძალიან მადლობა. ჩვენ community-ს უკვე შეიძლება დაერქვას. კი, პატარა ესეთი. ის ვართ საზოგადოება რაღაცნაირი. კი, შევიკარით. Patreon-ზე ვინც ხარს გვიჭერს, ძალიან დიდი მადლობა. კი. ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩვენთვის და ძალიან ის არის, რაღაც პასუხისმგებლობა არის კიდევ ორ მაგი, რომ კიდევ უფრო ვეცადოთ და კიდევ უფრო კარგად გავაგრძელოთ. ხო, რამენაირად კაი პოდკასტი გავაკეთოთ. თორე ყველა პოდკასტი გააკეთა ისედაც და. ხო, რა წასია. დღეს გვაქვს ექსპერიმენტული. ხო, ექსპერიმენტი გვაქვს დღეს. გადავწყვიტეთ, რომ თავიდან ბოლომდე იყოს იმპროვიზაცია. არაფერი არ მოგვიმზადებია წინასწარ, ესე არც ნიუსები არ დაგვიწერია, პლანშეტი მიდევს ხოლმე და იქნებ ვკითხულობ რაღაცებს. საინტერესო ფაქტებიც ესე რაც გაგვახსენდება ჩვენ თვითონ რაღაც საინტერესო ფაქტი ვიცით, ამას მოგიყვებით. ხო, მიყვეთ უკვე დავიწყოთ. ხო, და ნუ პრინციპში ფორმატი როგორ წავა და რა იქნება. ხო, გვინდა რომ ფორმატი იგივე იყოს, რაღაცა ნიუსი, სამი საინტერესო ფაქტი, რჩევა და კომენტარებს წავიკითხავთ და თამაშსაც ვეცდებით მოვიფიქროთ რამე. თამაშს მოკეთ არაფერი არ დაგვიგეგმია რა. სრული იმპროვიზაცია და მე ვნერვიულობ. ახალი რა გახსენდება, რა წდება ქვეყანაში. რაღაც ისეთი კვირა იყო, ბევრი ახალი კანონი შემოიყარა. აი ეს უნდა მივიღოთ, ერთი იყო მანქანებზე, 6 წელზე ძველ მანქანას ვერ შემოიყვანო. კიდე რა იყო? უნივერსიტეტების ამბავი იყო. უნივერსიტეტების ამბავი იყო, გაერთიანდებაო, აღარ გაერთიანდებაო. კიდე რაღაც უცხოურები შემოხვდა, მე ხა გამახსენდა. კანონები? არა, კანონი არა. ახალი ამბავი? ახალი ამბავია, რომ ვალენტინობა არის. უი, ვალენტინობა არის. დღეს მაგარი ოჯახური და წყვილი და რაღაცა სოქმარი და ვალენტინობა არ გაგვახსენდა. აი ნახე. ვალენტინობა ოჯახისთვის არის. წითელი ტუჩი საცხიმისვია ეს ხო, წითელი ხო რაც სიყვარულის ფერია. ვალენტინობა არის უფრო იმისთვის შეყვარებულებისთვის. რო იწყებენ. არც მაშინ არ მოგვიკლია დიდად თავი ვალენტინობის მილოცვებით ერთმანეთისთვის. სანამ სოქმარი გავხდებოდით. მოკეთ ჩვენ იმ კატეგორიაში ვართ, რა ძალიან cool რო ხარ და არ აღიარებ. ვალენტობას უფრო აღიარებ მე. იცი რა არის ვალენტობა? კარგი ხარ, კი. ვალენტობა არის, ვინც არ იცის, და არ ვიცი ხა სწორედ ახსენ თუ არა, რაც მახსოვს სკოლის ქიმიიდან. არა, ეგრე ატომებს რო აქვს, რაც იზიდავს, რამდენი სხვა ატომის შეერთება შეუძლია, ეგ არის ვალენტობა. ეგრე მე ვერ ავხსნიდი. აი ვალენტობა თუ აქვს 3, შეუძლია რომ 3 სხვა ატომი შეიერთოს. აი ესე მახსოვს რა. ხო, და ეს ვალენტობა იწერებოდა ხოლმე, ანუ ზევით პატარაზე რო წერია. ხო და მაგასთან კავშირში არის ვალენტინობა ცეთყობა. ან ვალენტობას ვალენტინობის გამოქვია. რა შუაში, რატო? ვალენტინობა ხო ის არის სიყვარული და შეერთება. ის ატომის, რამდენი ატომის შეყვარება შეუძლია, ეგ არის ვალენტობა.
აბა დაემთხო ესე? დასერჩე და ნახავ თუ მართალია ვიქნები. მოდი დავამთავროთ ეს პოდკასტი დღესამით. მე უნდა დავსერჩო. ვალენტინი ის არისო, მღვდელი არისო? ხო, მაგრამ ვალენტინობის მაგის გამო დაარქვეს ატომის ამთვისებასაც ვალენტობა. ალბათ. შენ წაიყვანე ისა და. ხო, რა წავიყვანო? იოპარაკე რაღაცა, ხო ხარ წამყვანი. ვალენტინობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ისინი იყო, ფასდაკლებები და რაღაცები და ხო არ გინახავს რამე. საინტერესო. სერიოზული არაფერი, სასარგებლო. კარგი. მე ესეთი ნიუსი შემხვდა, რომ სადღაც ბარი გაიხსნა. არ მახსოვს რა თქმა უნდა, სადაა, არ ვკითხულობ ახლა ნიუსებს, უბრალოდ გამახსენდა, რომ შემხვდა ეს ნიუსი და მხოლოდ ქალებისთვის. და მას შემდეგ რაც არც ერთი ალკოჰოლი არ გაიყიდა, ალკოჰოლური სასმელი, ბარს მოუწია დაკეტვა. არ იმუშავა მოკლედ. არავინ არ არის პატიჟებდა ხო? მაგრამ ეს ნიუსი არ გადამიმოწმებია. ხო. არ ვიცი, შეიძლება ტყუილიც არის რა. მაგრამ ესე სახალისოა მოსასმენად. ვალენტობა ელემენტის ატომის უნარი შეიერთოს სხვა ატომების განსაზღვრული რაოდენობა. ხო. ესე იგი ვალენსი, ინგლისურად ქვია ვალენს. ჩვენთან ვალენტობა თათოთ არ ნესტო საიდან მოვიდა. ფიზიკურ სიძლიერეს ნიშნავს. და ანუ ქიმიაში ქიმიური სიძლიერე ატომის. ხო. ლათინური სიტყვიდან ვალენტია წარმოდის, რაც ნიშნავს სიძლიერეს. capacity or power. ეხლა შენ უნდა გენახა ვალენტინობასთან კავშირში არის თუ არა ეგ და არა, ვალენტინობასთან არ იქნება კავშირში. ვალენტინობა არის წმინდა ვალენტინისგან არის. ხო და მაგას ვამბობ, შენ თქვი რომ ესე რო არისო, იმიტომ არის ის ვალენტინიც, იმიტომ ერქვაო და იმიტომ დაარქვესო, რომ ამასთან პირიქით გითხარი. ვალენტინობა რო არსებობდა, მე ხوار დაარქვეს თქო, როგორც ვალენტინობა, ანუ ატომსაც თავს ვალენტინობა. ხო და ეგ უნდა გენახა ერთმანეთთან. არა, მაგრამ აღარ გამოდის, ანუ ვალენსიდან მოდისოდა, ეხლა ანუ სხვა ის არის. მაშინ შეიძლება სიტყვა ვალენტინიც ვალენსიდან მოდიოდეს, ეს ფუძე, მაგრამ ხო. ძლიერს თუ რაღაცას ნიშნავდეს. ხო, ანუ ვალენტინობასთან კავშირი არ აქვს. მაგრამ იდეურად მაინც არის. ვალენტინობა არ არის? ატომისთვის. სხვა ატომსო დაინახავს და შეერთდება. კი. ხო, კიდე ვალენტინობასთან დაკავშირებით გვაქვს რამე სათქმელი? გარდა იმისა, რომ ჩვენ cool ვართ და არ ვაღიარებთ. ვალენტინობა უფრო ის მგონია რა, მარკეტინგული ხრიკი კომპანიების რომ რაღაცები მიზეზი იყოს გაყიდვის რა. ეგ ხო ყველაფერი ეგრეა. ახალი წელი რა არის? ხო, არა, ნუ ახალი წელი ხა გავიგე, საუკუნეებია აღნიშნავენ და მაშინ მარკეტინგი ვაფშე არსებობდა, მაგრამ ხო, მაგრამ არა, ეხლა რასახეც მიიღო ეხლა. ხო, ანუ ვაჭრობისთვის ესეთი დღესასწაულები ძალიან სასარგებლო არის რა. მიზეზი იმისი, ახლა დამატებით რომ რაღაცები იყიდოს ადამიანს. კი, რაღაცა დღეს შემხვდა დრესაპის. ალბათ ყველაზე ძვირიანი რაღაცების ყიდვის დღე არის მთელი წლის განმავლობაში. დრესაპის ის შემხვდა, რეკლამა შემხვდა ესე იმების გესის და ტომი ჰილფიგერის და რაღაცების გულის ფორმის ჩანთების რეკლამა იყო. კარგი. ხო, ყველაზე ბევრი ალბათ იყიდება რაფაელო ამ დღეს. რა მგონია რა იცი. ბამბანერკები ზოგადად, მაგრამ რაფაელო ხო ეს არის რაღაცა. ყვავილები. ბამბანერკა უკვე გოიმობა თითულება ბამბანერკა. რა თუ კაი ბამბანერკა და კაი ბამბანერკა გემრიელი. რაღაცა კლიშე არის ეგეთი რა, რომ აი ბამბანერკა მიიტანა დებილობაა თუ რაღაცა. ხო, ნუ რაღაცა. ეს ხო არის ხოლმე გულის ფორმის გემრიელი შოკოლადები და ბამბანერკა არ არის ეგეც? ბამბანერკა ხო და ცოტა გოიმობა არის. ხე ასე მაშინ მეც ყვავილების ჩუქებაც არ მომწონს ვალენტინობაზე რომ მოგადგე ხა ყვავილებით დებილობა არ იქნება? დებილობაა ხო. ხო, ვისთვის როგორ რა. ხო, და ყვავილები და შოკოლადე. და ისა ფუმფუა დათუნიები. კიდე რა არის ეგეთი? აიფონი. ნუ აი ხო, ეგ ეს არის უკვე. მანქანა ეგრე პორშე. არა, ნუ პორშე შეათია, მაგრამ აიფონის გამო სესხები გამოგაქვთ რომ შეყვარებულს აიფონია ჩქონ. ხო, ის სტაფილოსფერის რო არის ხა. პრო რა 17 პრო თქო. ეგ ისა ფეთები კატა ძაღლი
ისა მაგის ჩუქება ბანტიანი ეს ბანტით რომ იყავთ ხოლმე საყელოზე ბანტი. ანუ მაგის ჩუქება ხო ნუ მაშინ ძალიან უნდა დარწმუნებული იყო რომ მაგრად უნდა იმას ის კონკრეტული ჯიშის ფეთი რო ყავდეს შინაური ცხოველი. ხო. აბა ხო უცებ რომ მოგადგე და აჰა ლეკვი ანუ წარმოიდგინე რა ხელ პასუხისგებლობა კიდე დამატებით კიდე რაც გაქვს. კი. იმ წუთას კი ვუია კაია მაგრამ ის ლეკვის ხო არის გამორთო და თაროს დათოფე. ან თუ არ მოგეწონება რომ უჯრაში შეინახო. ხო. ასე ვალენტინობა. ამინდი და სამშვენიერი ვალენტინობისთვის. ხო, ამინდი ნენადაც. უი, დღეს კიდე ერთი ნიუსი ეგ შემხვდა, რომ 28 გრადუსამდე დათბება ტემპერატურა. როდის? დაიწევს ტემპერატურა 26 გრადუსამდე ამ კვირაში. ამ კვირაში აბა 28 გრადუსამდე? ხო. რაღაცა ესე ეწერა. ანუ ის ახალი ამბავი იყო თუ მაშინ ახლა ამინდის პროგნოზის აპში? ამბათ წავიკითხე. ეგენის ხშირად ის არის ხო? არ მართლდება. რა სკეპტიკოსი ხარ? აი მართლა ეხა 28-მდე როგორ უნდა ავიდეს? 28 არის ივნისში არის ხოლმე. აი ეხა გაჩვენებ. 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დრო გამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. თბილისში შედარებით თბილი და უმეტესად ნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში ვერ გავიგე აბა 26 სად არის? 16 თებერვალს კი +24, 26 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპიროებზე. ბათუმში. კი ბატონო. მაგალითად. არ მგონია. არ გამართლდება ეგ პროგნოზი. თიან რაიონებშიც 20-დან 22 გრადუსამდე მოიმატებსო. ზღვაში თაზე ყველგან 22 იქნება. მარტო თბილისში არის 14 გრადუსი. არ მჯერა. მე იმას გიყვები, რაც წავიკითხე. ხო, გავიგე, მაგრამ რაღაც არ მჯერა თქო რა. სანამ დღის თემაზე გადავალთ. ხო. მაყურებას კითხოს უსვამთ ხოლმე, მე აპინულია ეს კომენტარები და გვიწერენ ხოლმე თავიანთ პასუხებს. რა თუ ვერ თქვი არც. მოკეთ გვიწერენ კომენტარებს. ეხლა რადგან ესეც წინასწარ არ დაგვიგეგმია, ეხლა მომოფიქრდა ეს, რომ ამჯერად მაყურებელმა რომ დაგვისვას ჩვენ კითხვები. რაზე? ნებისმიერ რაღაცაზე, რაც დააინტერესებს ჩვენ. ფიზიკა, გეოგრაფია, ისტორია. ჩვენთან დაკავებულ ჩვენს შესახებ, რაც დააინტერესებთ, შეგიძლიათ დაგვისვათ კითხვები და ვუპასუხებთ შემდეგ პოდკასტში. ყველას არა ალბათ. რამდენსაც შევძლებთ? არა, ანუ ზედმეტად პირადულები მაგალითად არა. ხო, გააჩნია პირადულზე ეს ძალიან ლაპარაკი. არა მგონია ხა ჩვენ მაყურებელი. ხო, ანუ რაზეც შესაძლებელი იქნება პასუხის გაცემა, გავცეთ. მაქსიმალურად, კი. კარგი, გადავიდეთ დღის თემაზე. გადავიდეთ. მოკლედ, მე ესეთ რაღაცა ვიფიქრე დღის თემაზე, რადგან ეს არ მოგვიფიქრებია და არ მოგვიმზადებია წინასწარ. ამ კვირაში რაც ხდებოდა ჩვენს ირგვლივ იმაზე რომ ვილაპარაკოთ, რა ვაკეთეთ, რა ვერ გავაკეთეთ, როგორ გავატარეთ არ დადგები. როგორ გავატარეთ წინა კვირა. რა გაგვიხარდა, რა გვეწყინა, რა მოგუშალა ნერვები და ასე შემდეგ. ამის ირგვლივ რომ ვიტრიალო. რა გაგვიხარდა, იყო რომ შტანგის აწევის ტექნიკა გავაუმჯობესეთ. აკურატ ის რა ქვია ატაცი. Weightlifting-ში სერიოზული ისინი გქონდა, პროგრესი გქონდა. ხო, კიდე ესეთი მნიშვნელოვანი, რაც ძალიან გაგვიხარდა. წინა პოდკასტში ესე წუწუნი გამოგვივიდა, რომ ყავის აპარატი გაგვიფუჭდა და სადღაც სვამტყალებს და რა ვქნათ აღარ ვიცით რაღაცები და გვაჩუქეს დელონგის ყავის აპარატი. ვინ გვაჩუქა? ხო, ვინც გვაჩუქა, იმან ესე კატეგორიულად გამაფრთხილა. მთხოვა ძალიან რომ არ თქვათო. ხო. და მემორჩილები, მაგრამ ხო, ძალიან დიდ მადლობას ვუცხადებ. ასე რომ ვეჯექ ჩინაურმა ოჯახს. ხო, ოჯახს ახლობელს. ხო. და რა ელექტრონიკს მან რაღაცებით. ხო, ეგეთი რაღაც რო ყოფილიყო, ხო, ვიტყოდით ახლა. სპონსორმა. ხო, და ეს არის რა, ახალი ის გაჩნდა, რაღაცა რაც უნდა ისწავლო.
ხო, თან ღილაკები და ეს არის რომ აი დააჭერ და ეს ყავა დალიო. არა. ეს მარტივად არ არის. ეს ყავა ამას ნიშნავს ის თუ გინდა ესე უნდა ქნა, ეს კაპუჩინო თუ გინდა ესეთი რძე უნდა იმას აქნა უნდა ვიყიდეთ ის ძე და ეს კი ოდნავ სხვანაირი უნდა და ჯერ ამის გარკვევებში ვართ და ხო, თან მარტივიანით ხო არ შეიძლება რომ ეწეროს, აი რაღაცნაირად წერია, არ ვიცი რომ უნდა ხვდე და გაშიფრო და მიხრო რაღაცა. ეს ჯადოები. ხო, ინსტრუქცია რაც მოყვა იმითი ვერ გავიგე როგორ უნდა და. ხო, არა, იქაც YouTube-ზეც რა ვიცი რომ უყურებ, დიდად არ არის. ხო, YouTube-ზე ერთი 3 ვიდეო ნახეთ რომ გაგვეგო. ხელოვნური ინტელექტის დავიხმარეთ. ხო. ფოტოებში ვგდებდით რომ ეს ღილაკი რაღაცა რო თან იმაზე რა ქვია მაგას მონიტორი კი რა და რაც აქვს ნიშნები რო ანთებს ციტყვა ერორები. ისეთი ნიშნებია რომ ინტუიციურად ვერ მიხვდები რა შეიძლება ნიშნავდეს რა. და ყველაფერს აანთებს გადავიღე ჩავგდებდი ესაც ნიშნავს. და ისა ბევრი ესპრესო რო დალია პირველივე დღეს. ხო. მოკეთ ეს ინსტრუქციაში ესე არის. რომ პირველად რომ გააკეთებთო ყავასო, რამდენიმეჯერო უბრალოდ ესპრესო გააკეთებინეთო, ჩვეულებრივიო. ესე 2 ჭიქაო რა. რომ სასურველ არომატამდე მიიყვანო. და ჩვენც დაუჯერეთ ახლა და ვაკეთეთ ეს ესპრესო და ვსვით თან. ნუ ამ გასინჯვაში და იმის რეგულირებაში როგორი ძლიერი გინდა, როგორი არომატით გინდა, როგორი დაფქული გინდა, ნუ ეგ ხო ცალკე ფილოსოფია არის. ხო, თან ორი სარეგულიროა, ანუ სადაც ფქვავი რა იმაზე როგორი სისქის დაფქვას ძალიან წვრილად თუ ისე, იმიტომ რომ ეს არომატსაც გააჩნია და აქ კიდე აქვს სიძლიერის. ჯერ კიდე ბოლომდე ვერ გავიგე ანუ ეს თუ სიძლიერის არის, ესეც და კიდე ერთი მაგარი რაღაცა იყო, შიგნით რაც აქვს ის სარეგულირებელი ესე ცალკე არ უნდა დაარეგულირო, რომ ჩართავ და დაფქვასო და იწყებს იმ დროს უნდა დაარეგულირო. ისე არ შეიძლება, თუ შეიძლება გაიჭიროს. თან რომ დაარეგულირებ, 2-3 ჯერ უნდა ჩამოასხა ყავა და მერე აქვს ის ეფექტი, ანუ იმის შედეგს მერეგებულობ და ხო და ნუ ჯერ ხო ნახევარი პაჭკა ყავა დავხარჯეთ მაგ რეგულირებაში. რაღაცა ერთი 4 ესპრესო დავლიეთ და ბოლოს რაღაც მოუმატეთ ძალიან და ერთი ყლუპი დავლიე, მეტი ვერ დავლიე, ეს პატარა ყლუპი, ისეთი მწარე გამოვიდა და ისეთი კონცენტრირებული იყო და აი გამეხსნა. თან იდეაში დაღლილი ვიყავი, ენერგია არ მქონდა დიდათ რა და ეს რო დავლიე ერთი ყლუპი, აი ეს გათვალებ დაჭყეტილი, გაგიჟებული დავდი, ვერ მჩნდებოდი ერთ ადგილზე. კი, ოფისის სცენა რო არის, ახლა ყავის აპარატს რომ მეორე სეზონია თუ მეცხრე. გაგიჟებულები რო დარბიან ყველანი. კი, აი ეს ალფირვა იწყვიტავს ხოლმე და ეს რო დაჭყეტილი თვალებით რო დარბის ხოლმე, ეს უკან რო გადაწევს ხურებს და არ იცის რას აკეთებს. ხო, და მეორე კიდე აქვია მაგას პროფესია, რაც უნდა ითვისო, ეგეთი აპარატი რო გაქვს, ლატერას ნიშნავს, კაპუჩინოს ნიშნავს, მაკიატურას ნიშნავს, ლონგი რა არის, ფლეტ ვაითი რა არის. თან რო იცი რომ შეიძლება გააკეთო. აქამდე უმეზარებოდა რა, მაგალითად ფლეტ ვაითს უყეთავდით ხოლმე ხო ჩვენ? კი, მე ფლეტ ვაითი მიყვარს და არ ვიცოდი რა იყო ფლეტ ვაითი. ხო, არ ვიცი როგორ კეთდება, მაგრამ ფლეტ ვაითი რო ერთხელ გავშინჯე, მომწონს და ფლეტ ვაითს უყეთავ ხოლმე და ეხა შეიძლება გააკეთო, მაგრამ ხა მოგიწევს კითხვა რა არის ფლეტ ვაითი და როგორ კეთდება. კი, ეხა იმ დღეს ჩემ თანამშრომელს, ჩემ მეგობარს ვეკითხებოდი ბარმენია და ვკითხე რომ ეს ფლეტ ვაითი მეთქი და არაფერი ფლეტ ვაითი ორმაგი ის არის უბრალოდ ესპრესო არის, იგივე ისა კაპუჩინო, ოღონდ ორმაგი ესპრესოთი. მაგრამ რძეც ესე უნდა აკაფოთო, ხო, რძის ამ კაფებას კიდე ორი რეჟიმი. ხო, კი. რძე თუ კაპუჩინოსზე. ხო, ანუ ეს ჩამოსასხმელი რო არის გრძელი ორი ის აქვს რა, ეს კაპუჩინო და ხო და ეს ვიდეოს გადავიღე სხვათა შორის. და კიდე ერთი იდეა და ახალი ამბავი მაქვს ის, რომ მუსკულების ვლოგი გავაკეთო. ხო. იდეაში ეს ვლოგი არსებობს უკვე. უბრალოდ ამ ვლოგს ერქვა გვანცას ვლოგი. და იქიდან გამომდინარე, რომ ისედაც თელ დროს ერთად ვატარებთ, მაინც სულ ერთად ვართ იმ ვლოგშიც, სულ გიოს ველაპარაკები, სულ ერთად ვაკეთებთ რაღაცებს და რატო გვანცას ვლოგი და ბარემ მუსკულების ვლოგი იქნება. და ესეთი რაღაცები აქ რაზეც ვილაპარაკებთ ხოლმე, ვისაც დაგაინტერესებთ, თუნდაც ეს ყავის აპარატის ამბები იქ გადაღებული მაქვს და იქ იქნება. ასევე ვაპირებ, რომ ხო, გვანცას ვლოგი როცა დავიწყე მე, ძირითადად იყო ხოლმე ვარჯიშზე და სწორი კვება და ესეთი რაღაცეები.
ხო და ძალიან ბევრს აქვს ის რაღაცა ასოციაცია მუსკულებზეც, რომ ვარჯიშზე არის რა და ის ვლოგიც ვარჯიშის ვიდეოები, რასაც დავდებ ხოლმე, ცალკე იქნება. რომ ვისაც სიტყვაზე ვარჯიში არ აინტერესებს, არ შეწუხდეს. ვარჯიშის გადაცემა, ვარჯიშზე ცალკე იქნება და გადაცემა. ჩვენი ვლოგი ცალკე იქნება მაგ შენ არხზე. კი. შენ არხზე და ჩვენი ვლოგ არხზე. ვლოგ არხზე ცალკე იქნება, მოკლედ ეწერება. იმიტომ რომ ეს არხი ხო უკვე ისე განვითარდა და იმხელა, რომ ახლა ცალკე არხი გავიტანეთ აქედან კიდე მეორე არხი ვაკეთებთ. იმას მეორე არხი ხوار დავარქვათ. მეორე არხი? შეიძლება. ძველი ნიშანი გავუკეთოთ ესეთი. რაღაც მეორე არხის ნიშანი. მეორე არხი დაიწყო შენ გახსოვს? არ გიმახსოვს. მე მეორე არხის არსებობა კი, მაგრამ დაიწყო არა. გამარჯობათ, მე სერგი გორჯალაძე ვარ და ეს მეორე არხია ეს. კი. და მაშინ ის იყო საზოგადოების ნაწილში, რომ როგორ შეიძლება ესე წაყვანა გადადების რაღაცების და. ეჭვი მაქვს, რომ ალფი აპირებს სკამიდან შეახტეს კამერას. ხო. და სადამ დრო აღვკვეთო ეს ისა? არ ვიცი, აი ეს დავაკვირდეთ ხო, კიდე. მართალია. აი ჩვენ რაღაცა ისეთი community ვართ უკვე და ჩემი აზრით ვინც გვიყურებს ისეთ კომენტარებს გვიწერენ რომ დააინტერესებთ ეგეც. მეორე არხი. მეორე არხი. მე გავაკეთე მუსკულების სპორტი. მე ტელევიზიად გადავკეთე. და ეს მუსკულები რაღაცა ბიუთი რაღაცა. ჩემი ის რაღაცები როგორ ვიხებოთ მას და რაღაცა. მუსკულები კულინარია. როგორ აკეთებ ჯამთას ნეკებს. ნუ არა, ეგ იმაში იქნება. ეგ მეორე არხზე იქნება. მეორე არხზე. კარგი, ის ამბავი, ავოკადოს ტოსტი რო გააკეთე. ხო. ავოკადოს მინდა რომ მოვაწონო გიოს და ეხლა დამცინის, იმიტომ რომ ვიყიდე ავოკადო დიდი სამბით რაღაცა უნდა გამეკეთებინა. და აღმოჩნდა მკვახე, არ ჩემიბრალია ეს არის. ლატარია არის ავოკადო, კაი გამოვა თუ არა რო ყიდულობ. ვინმე თუ იცით როგორ უნდა გამოიცნო ავოკადო მწიფეა თუ არა? უნდა მოუჭირო და ნახო რბილია თუ არა. მე რატომ მოვუჭირე? რბილი მომეჩვენა, მაგრამ როგორ მასკენი მაინც. რატო იცი რო ვარჯიშობ ძალა მოგემატა და რასაც უჭერ ყველაფერი იჭულდება. კარგი, მომეწერა კარგი. ხო და ვახე იყო რომ მაინც აიჭულდა. ველოდები ახლა მიდევს გარეთ და იქნება დამწიფდა. გარეთ. ეზოში გვაქვს დაბმული. ხეზე ჩავუკიდოთ. ავოკადო რაზე იზრდება? ბუჩქია? თუ კარტოფილებით მიწაში. რატო გამეცინა არ ვიცი. ხო არა, ავოკადო არის ძალიან სასარგებლო რაღაცა, მაგრამ სად იზრდება არ ვიცი სხვათა შორის. მგონია რომ პატარა ხე იქნება. ლიმონის ხესავით? ხო. ო მეც ლატო ლაიმს რო გავს ცოტა მაგიტო. ფერით გავს გარედან ლაიმს. ავოკადოს ხე. ხო. ახალი სამსახური შემომთავაზეს. ვინც უყურებდით რაღაცა წინა პოდკასტებს, გეცოდინებათ იქ მენეჯერთან კონფლიქტის ამბავი. ორი თუ არ მირიცხავდნენ ფულს. ხო და აქაც იგივე ხდა. აქაც იგივე პირი უჩანს. აქაც იგივე ამბავია, ორშაბათს ვიყავი პირველად და მითხრეს რომ თანხა მაშინვე უნდა ჩარიცხულიყო და დღეს არის აგერ შაბათი. არ ირიცხება. მენეჯერი არ მპასუხობს, არა, ეხლა ვიტყვები. მივწერე არ მიპასუხა, მე დაბურეკე არ მიპასუხა. მაგრამ მე მესიჯი მომწერა, რომ ეხლა ბუღალტერთან შევდივართო. და გაგაგებინებ პასუხსო. თუ თანახმა ბუღალტერია. თანახმა თუ არ ჩამირიცხო. ხო, ესეთი ამბავია. ისევ იგივე პრობლემა არის მოკლედ და ნელა იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ჩემში არის პრობლემა. შეიძლება, ხო. ხო, ეს კითხე სხვა მუსიკოსებს ურცხავენ თუ არ იგრებოს. მართლა. შეიძლება ის აპირებდნენ თავიდანვე, მაგრამ მე შენს გამო აღაშვებიან. იცი რა, სულ ტყუდები რა. ეხაც მაგალითად ისეთი
რაღაცა ისეთი ლაპარაკი ხონდა, რომ თვითონვე მითხრა, სანამ მე ვეტყოდი თანხაზე, რომ აი მაშინ ანგარიშის ნომერი მითხარით, რომ აი ამ დროს ჩაირიცხება, თვითონ დაიწყო ამ თემაზე, რომ ვა მეთქი რაღაცა ეტყობა, რაღაცა საქმის ხალხია თქო და ნურას უკაცრავად. ნახოთ, დავველოდოთ. დავველოდოთ ხო? სხვა რა გზა არ. არა, მე მოქმედება დავიწყოთ როგორც ბოლოს, მე დავიწყეთ ძებნა და დავურეკეთ ჩვენ და სადღაც ჩავარიცხეთ. აი მაგარი იყო კიდე. რაღაცა რომ მიდიხარ სამსახურში პირველად. რაღაცა კასტინგივით იყო, არ ვიცი, ჯერთი არ უნდა ყოფილიყო ეგრე, იმიტომ რომ თავიდან შემითანხმდა, რომ ყოველ რაღაცა გარკვეულ დღეებში გვინდაო სტაბილურადო. რომ მივედი და დაუკონკრეტე აღმოჩნდა, რომ ესე არ ყოფილა. მოვიფიქრებთო და გეტყვითო. ხო და ნუ სამშაბათს გეტყვით ბოლო პასუხო, საბოლოო პასუხსო. მოვიდა სამშაბათი და მივედი ხ მენეჯერთან, დავუკარი მივედი და ზურგით იჯდა, გულებს ჭრიდა იმისთვის, ვალენტინობისთვის. და სხვა მხრიდან არ იყო მისადგომი, ანუ რა მხრიდანაც მივედი და დავდექი, ეს გოგო ზურგით იჯდა და მიმართე სახელით და ესე გამომხედა უკან. ხო და მეთქი პასუხი მაინტერესებს მეთქი და აი უფროს ველოდები და რო დაველაპარაკები გეტყვი და გააგრძელა ესე. გამოჭრა გულებს. აი მეთქი. და ესა ხო და თანხა რომ მითხარით მეთქი, თანხა არ ჩარიცხულა თქო. არ ჩარიცხულა. კაი და გულებს ჭრიდა. ეგ არის ახალი გახსნილი ობიექტი. კი, ეს არის ახალი გახსნილი ობიექტი. შენი აზრით ამდენი ხანი გაკაჩავს. იცი რა არის? ვერ ვიტყვი ხა იმის გამო რომ მე ესე აგდებულად მექცევიან, რა ვიცი, ვერ დავასკვნი იმას, რომ სიტყვაზე საჭმელი ცუდია. საჭმელი არ გაგვისინჯავს. ხო, ეგ აჩვენებს ზოგად პრობლემებს მენეჯმენტში რაც არის რა. იცი რა არის? ეხა ესეთი მენეჯერები როგორც წესი არაფერზე არ არიან პასუხისმგებლები, არიან აი ესეთ რაღაც სამწუხაროდ ჩვენ გვიწევს ესეთებთან ურთიერთობა რა, მუსიკოსებს, ვიღაცა რაღაცას რო აფორმებს, აი ესეთ რაღაცეებზე, თორე ეხა დარწმუნებული ვარ სერიოზული საკითხები, აი გულებს რო ჭრის და გულებს რო ყიდებს იქ და ესეთი რაღაცები ეხება რა და ცოტა ეს ჭყალებში გართობა, ანუ მუსიკა, ესეთი დეკორაცია რაღაცეები ძალიან აგდებულია ჩვენთან რა, აგდებულად უყურებენ. და ეთყობა ესეთ რაღაცებს ავალებენ ესეთ მენეჯერებს რა, თორე არ მგონია ეხა ადამიანს რომელსაც ადარდებს თავისი ობიექტის ბედი, რაღაც ისეთი საკითხები როგორიც ყვება, მომსახურება და ასე შემდეგ, ამას ესეთ ადამიანს მიანდოს. რა ვიცი. ნახოთ. მე მგონია რომ გაგჭირს ითხოვს ეგ ზავიძენია. არ ვიცი ხო? კარგი, ბინის გაყიდვასთან მეგონი ყველაზე ახლოს ვართ. კი, აი ეს დავაკაკუნოთ. რაც აქამდე ყოფილვართ. უკვე გამოჩნდა ერთი მსროლი, აი ვყიდულობ გითხეს, მანამდეც იყო, მაგრამ აი დღეს მოვდივარ საყიდლათო და აღარ მოვიდა მე. ხო. ეგეთიც იყო. ბეს გვიტოვებ. აი ბეს დავტოვებ. ძალიან ბევრი გვიუაჭრა დაკრებაზე და დაუკელით და всё მოვდივარო და აღარ მოვიდა. ამ შეიძლება ესეთი ჰობი ქონდა, რომ ასე რომ ვაჭრობ. ხო და ნახოთ რა იქნება. ხო. მაგრამ რა თქმა უნდა, ესეთი დღეები, უნდა ემთხეს შაბათს, ან კვირას, როცა არც ბანკები მუშაობს, არაფერი არ ხდება და მე აი კვირას უნდა გაირკვეს და მოკეთე. კი. აი მართლა გეუბნები, ყველა ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცა რაც მომხდარა ჩემ ცხოვრებაში, ან თანხის რაღაც ჩარიცხვაზე რაც იყო, ან გაყიდვაზე, ან მნიშვნელოვანი რაღაცაც უნდა მომხდარიყო, ყველა შაბათ-კვირას დაემთხვა. ან დასვენებას, ან პარასკევს იყო დასვენება და ბანკები ეხლა არა და აი რამდენიმე დღით აუცილებლად უნდა გადაიდოს ხოლმე ეს საბოლოო მომენტი რა. ხო და რანაირად ხდება, რაც მე რაც მახსენდება, ჩემ შემთხვევაშიც ეგრე არის ხოლმე რა. გახსოვს მანქანის ამბავიც ეგრე არის ხო? შაბათ-კვირას რო დაემთხვა. ხო და ეს ნოტარიუსები რო არ მუშაობდნენ და იუსტიციის კი არა და რა ქვია, სადაც მანქანის გადაფორმება ხდება კი. მაგრამ ერთხელ იყო მაგარ ადრე ბინა გავყიდეთ. ხო. რამდენიმე წელს წინ იყო. შემთხვევაში სხვას უნდა შევხედოთ და სხვა რო იდგა იქ მოყოლილი მაქვს ეგ. მოყევი? მოკეთ დამირეკა რაღაცა ქალმა. ყიდვა მინდაო, მივედი და ისადაბაზოს შენებარე კორპუსი, შენებარე იყო რა მაშინ. კი რა და უკვე ანუ ხალხი უკვე ცხოვრობდა იქ რა და
მივედი და ვიღაც გოგო იდგა შეასრულთან. ხო და თქვენ გილაპარაკეთ მეთქი და კიო. კაი მეთქი ავედი და ავედი თუ არა და ესე კარი გავაღე თუ არა, მართლა ფეხი ნაბიჯარი ქონდა შემოდმული, რომ ყიდულობ რა, გარედან რომ დაინახა. იქით უთხარი მე რომ შემოდი კარგად ნახე იქნება რომ მოგწონს თქო რა. ნუ შემოვიდა აი ზუსტად აი 2 წუთის არ გავიდა, გამოიხდა არა, მინდა ესო ყიდულობო. ნუ აი რაღაცა შევთანხმდით, ჩამოვართვით ხელი, აი 15 წუთი გაგზავნა სულ ალბათ რა და გამოვდივართ თქვენით რომ შევთანხმდით ხვალ მივდივართ იუსტის სახში რომ გადავაფორმოთ და წამოვედი და მირეკავს ისევ ტელეფონი. ეს ხალი მეუბნება რომ აი ხო რაღაცა შეფერხება ქონდაო და ეხა მოვედითო. და მეთქი ვინ ახარ მეთქი და აი ნახევარსაათი რო გელაპარაკეო და მეთქი მე დავფიქრდი აბა ის ვინ იყო ვინც იყიდა იმას ოდიშ დავუთქვი შეხვედრა და დღემდე არ ვიცი რა მოხდა ის ვინ იყო ვინც იყიდა მაგრამ ესე ადვილადაც მომხდარა რაღაცები ვისურვებდი ჩვენ შემთხვევაშიც რომ იყოს ეგრე იმიტომ რომ რამდენი ხანია ვყიდით აი შევწუხდი უკვე ხო ყველაშორის სააგენტოებიც ძალიან უცნაურად მუშაობენ. იმიტომ რომ რამდენიმე სააგენტოსთან გავიარეთ კონსულტაცია, რომ რა ფასად გაგვიყიდა. და რაც გვითხრეს, სიამდვილეში აღმოჩნდა 2-ჯერ ძვირი ამ ფასად გაიყიდებაო. ანუ თან ერთ ადამიანს კი რამდენიმე მგვითხრა სხვადასხვა. კი, ძალიან ნორმალური ფასიაო და საიდანაც დავიწყეთ იმის ნახევარ ფასად ვყიდე. ხა, აი, არ ვიცი. როგორ მუშაობს ეს სისტემა მართლა ნახე ზუსტად ნახე ფასად ვყიდეთ საიდანაც დავიწყეთ ხო იმიტომ რომ ვის არის ხა ლოგიკურია ხო კი გეუბნებიან სიტყვაზე რომ აი ეს ღირს ხო მაგრამ რო ადებ თანხას და არავინ არ რეკავს ესე იგი არ ღირს ხო ესე იგი არ ღირს ხო ყოიმის ნებისმიერ რაღაცის ფასი არის ის რამდენი ის გადამხდელიც არსებობს ბუნებაში ამ ნივთში მე მგონი გასაგებად ვთქვი ეკონომიკა ნასწავლი მაქვს და მართლა ეკონომიკის კურსიც მქონდა უნივერსიტეტში კიდე რა იყო ესეთი ამ კვირაში ხო შტანგაზე ვთქვით ხო შტანგაზე ვთქვით შენ შტანგის ამოგდების შენ რო ფეხი იმას ქენი რა ქვია ხო წინა ვარჯიშზე ძალიან მოვირტყი ფეხში და ამ ხედა ჩალურჯება არ მქონია ამ ხედა ფართობზე ანუ აი თუ ჩანს დაახლოებით კი ანუ ფეხის ნახევარი არის ჩალურჯებული. ხო, ნახევარი და მე კიდე გავირტყი? ხო, მაგას მე კიდე ცოტა სხვაგან გავირტყი და ისიც მიემატა. კიდე პატარა ისიც მიემატა იმ დიდს. ეს ხო ესე COVID რაღაცა დიდზე იყო და მე აი ცოტა გვერდზე და ეს პატარაზე იყო, პატარაზე კიდე ერთხელ იყო ეს ლამაზო. მე ხა ესენი გაერთიანდებიან და ერთი დიდი ის იქნება. არა, აქეთ კიდე მოირტყი და ესე მიკი მაუსის ლოგო იქნება რა. ხო. არ არის ადული სხვათა შორის შტანგა ისაც გონია რომ რა უნდა გამოდიან და უბრალოდ ძალა ჭირდება ეს სიმძიმე აწიო, ეგრე არ ყოფილა. ხო, აი ტექნიკა ეს ბოლოთვეებია ჩვენც დავამოღამეთ, რომ თუმე ძალიან ბევრი დეტალია და ტექნიკური საკითხები და ანუ სწორად ტექნიკას რამდენით გიადვილებს, რამდენით მეტი სიმძიმის აწევა შეგიძლია რა, რო გონია რომ შენი ლიმიტი ეს არის 20 არ იცი შტანგის აწევა. ტექნიკას სწორად თუ ჩართავ, შეიძლება რა ვიცი 20-30%-ით მეტი წონა აწიო, ვიდრე გონია რომ ძალა გაქვს რაღაც. ხო. და სხვათა შორის ეგ რაც CrossFit-ი დავიწყეთ. მეც ვერ წარმოვიდგენდი, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი ვარჯიშობ და რა ვიცი, სუწონებით ვარჯიშობდი რა და არც ისე პატარა წონებით. განტელი იქნებოდა თუ შტანგა იქნებოდა, კაი წონებით ვარჯიშობდი რა. მაგრამ აი ამას ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ ინერციით ესეთი რაღაცების კეთება შეიძლებოდა რა. ხო. აი რაღაცა რო ავიღებ ხოლმე განტას დღესაც მართლა ტრენერი ჩვენი კვაშო რომ მეტყვის ხოლმე რომ რაღაცა 15 კილოიანი განტელი აიღე ან 12 კილოიანი აიღე და ვარჯიშს რო ვიწყებთ და როდეოს ის განტელი და რო ვიღებ ისე მემძიმება რომ იმ მომენტშიც ვერაფრით ვერ წარმომიდგენია რომ ამით შეიძლება ვარჯიში გავაკეთო რა ხო მიუხედავად იმისა რომ იქნიო ეს განტელი ხო მართლა იქნიო იმიტომ რომ ეს არ არის რომ ფიტნესში როგორც არის რომ იზოლირებულად ესე 8-ჯერ გააკეთებ სიტყვაზე და დამთავრდა ანუ ეს არის რომ რაღაცის გაკეთება 50-ჯერ შეიძლება მოგიწიოს ან 50-ჯერ შეიძლება მოგიწიოს 15 კილოიანი თანტელის აქნება ხო და ამას აკეთებ ინერციით ანუ მთელი ტანით და არა ხელით ხო
ეს თუ არ გააკეთე, ვერ წარმოიდგენ. ხო, ვინმეს რო აეხსნა თეორიულად ესე, ჩემთვის ვიტყოდი რომ რანაირად ხო ხალხი გიჭირავს. რას ქვია ინერციით და ტანით აკეთებ რა? არა და იმართლა ეგრეა. ისევ ვარჯიშზე გადავედით. ხო, არა, ამ თვეში ზოგადად კაი გქონდა, კაი პროგრესი რა. ხო, მეც აი 22 კილოიანები, 22.5 კილოიანი განტელები რომ მეჭირა ის გამახსენდა რა. საშინელება იყო ის ტესტის ჩაბარება. აი ხო, მეც ბოლოს 12.5-იანები, ანუ 2.12.5-იანი მეჭირა და უკვე თან როგორ არის წინა ვარჯიში გავაკეთე 12-იანებით. და იმდენი კი ვერ მოვიფიქრე რომ 12-ები დაკავებული იყო და კიდე დამეზარა იქ ლოდინი და რაღაცა და 12.5-იანები ავიღეს ძალიან casual-ად. სხვა ბრენდისკია და სხვა სტილის განტელებია და იმის მაგიტო 12.5 და რაღაცა და 12.5-იანები ავიღე მეთქი აი 9 კილო და ის კი ვერ მოვიფიქრე რომ 12.5 და 12.5 რეალურად 1 კილოს განსხვავებას გაძლევს და 1 კილო უკვე ბევრი არის როცა რაღაცის გაკეთება 100 ჯერ გიწევს. ხო და დავეცით გმირულად. ხო, კიდე ყვება დავარეგულირეთ. ცოტა გაქცეული ქონდა. ცოტა მაგრამ ქონდა გაქცეული. ხო და ისევ ჩავდექით ფორმაში. ესენი იყო ამბები რაც კი. მოდი საინტერესო ფაქტებზე გადავიდეთ. რომელიც არ გვაქვს მომზადებული ასევე. საინტერესო ფაქტი არის რომ ვალენტობა რა საიდანაც მოდი. ხა გაჭერდი. ვერ გამოძრები ესე მარტივად. ერთ საინტერესო ფაქტს ვიტყვი. ეს ლაპარაკი მოვისმინა გუშინ ქალების გასახდელში და ეხა ეგ გამახსენდა და ამიტომ ერთ საინტერესო ფაქტს ვიტყვი. იქ ლაპარაკობდნენ ღამით ჭამაზე. ხო დაკლება მინდაო ერთი ქალბატონი ამბობდა და რუის მერე არ ვჭამო. მაგრამ კალორიული დეფიციტიო არა არის. უბრალოდ რუის მერე არ ვჭამო. ხო და ეს არის მითი რეალურად. რუის მერე არ ჭამს? არა. ანუ ეს არის საინტერესო ფაქტი და მითი, რომ ღამით ჭამა ასუქებს. ანუ მითია თუ საინტერესო ფაქტი? ხა შენ მითოს ნუკვტენი საინტერესო ფაქტებში? ორივე არის. საინტერესო მითი მაშინ. საინტერესო მითი. მითიური ფაქტები. ძალიან გავრცელებულია ეს აზრი. რომ აი ღამით ჭამა ასუქებს და არ არის რეალურად ესე. კალორიებმა არის ის დრო, იცის რაოდენობა. ანუ შენ დღის განმავლობაში რამდენს ჭამ და რას ჭამ იმას აქვს მნიშვნელობა. როდის ჭამ იმას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს ცოტათი. ანუ მაგალითად ის რჩევა რომ ჯობია ითქვათ საუზმე იყოს კალორიული და სადილი და მერე ცოტა დააკლოს აღამოსკენ. კალორიების გადანაწილებას აქვს მნიშვნელობა. ისეთი არა, მაგრამ მაინც რაღაცა აქვს. ხო და არ არისო ეგრეო. ანუ რეალურად ერთნაირად წვავ. ანუ რო გძინავს, მაშინაც წვავ. წაიმს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ზოგადად სხვა რაღაცებისთვის არ არის ღამით ჭამა კარგი. ანუ გასუქებასთან არ არის კავშირში. შენ სიტყვაზე რაღაცა ბურგერს შუა დღეს შეჭამ თუ ღამით შეჭამ, გასუქებისთვის არ აქვს მნიშვნელობა. ერთნაირად მიიღებ იმ კალორიებს. როდის ჭამ არა. დეფიციტში ვარ ხო, მაგრამ თავის. ხო, ანუ რა თქმა უნდა არის რეკომენდაციები, რომ დაწოლამდე რაღაცა 2-3 საათი არ ჭამო, ძილის წინ ხაჭო ჭამო, იმიტომ რომ სხვანაირი ცილა არის და მთელი ღამის განმავლობაში აითვისებ და ხო, ნელა ხდება ათვისება, შეწოვა. შეწოვა და მით უმეტეს წონებით როცა ვარჯიშობ, ღამით კარგად იკვებება შენი კუნთები. ხო, ესეთი რეკომენდაციები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ ღამით ძილის წინ თუ შეჭამ უფრო გაგასუქებს რაღაცა ჯერთი ეგ არის ისეთი ზოგადი რაღაცა სიტყვაზე მე იქნება მივდივარ და აი ჯგუფური ვარჯიშები მაგალითად საღამობით არის ხოლმე ხალხი მიდის და სამსახურის მერე 8-9-ზე ვარჯიშობს რა უნდა ქნას იმას არაფრით არ შეიძლება რომ ვარჯიში მე არ ჭამო ხო მით უმეტეს ქალებისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ან შიერზე ვარჯიში ან ის რომ ვარჯიშის მერე არ ჭამო, იმიტომ რომ ქალის ჰორმონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგ. ხო, მე რჩევა მომაფიქრდა ეხა, რჩევებში მე აქედან. აი, ხო და ეგ არის ძალიან ცუდი რჩევა არის და ძალიან ცუდი რაღაცა არის ეს გავრცელებული ესეთი აზრი, რომ არ ჭამო რუის მერე და გახტები. ხო, 6-ის მერე იყო საერთოდ უფრო არის ხოლმე 6-ის მერე არ ჭამ. არა, ეგ როგორ არის, იცი, 6-ის მერე თუ არ ჭამ, თლად უკეთესი კიდე. ვაფშე მაგარი, ხო. ხო და ეგ არ არის მოკლედ ესე რა. ანუ შენი საინტერესო
ფაქტმით რჩევა დაკვირვება იყო ეს ერთი ყველაფერი ერთად. ხო, საინტერესო ფაქტი ის, რომ ღამით ჭამა არ ასუქებს. ხო, თავარია ბევრი კალორია არ ჭამ. ხო, თავარია რას ჭამ. როდის ჭამ არ აქვს მნიშვნელობა. კალორიებისთვის. თორემ მეც მაგალითად ახლა ღამით ძილის წინ თუ ცოტა მძიმე საჭმელს შევჭამ, მაწუხებს. მე ძილი აღარ არის ეს სრულყოფილი, ხო? სრულყოფილი აღარ არის და დილას რაღაცნაირი დაღლილი ვეღვიძებ. იმიტომ რომ კუჭს აძლევ იმას შენს ორგანიზმს აძლევ სამუშო. აი 12-ს რო გადაცდება, მაცივას რო გამოვაგებ. კი, კაი ისა, ფილმი, კაი სერიალი. ხო, აბა შენ გააქვს რომ საინტერესო ფაქტი. მაგარი ის დავამოყამეთ დესერტი. ესეც ურჩიოთ. ფაქტი ნომერი 2. ფაქტი არ არის ეგ და. ო, შენი ფაქტი თუ იყო გაზახთა შევაც მოისმინე და იქიდან ააგე. ფაქტი. ხო და მაცდი? კარგი ხო მოდი. კალო. რა არის ფაქტი? ოი ხო მაგარი იქნებოდა. აქედან რომ გეჭყუებს. ფაქტი რომ კარგი მოდი. ბრინჯის ხლებცით, ანუ ხრაშუნა პურს რო ეძახით, არაქისი და ბანანით კეთდება მშვენიერი დესერტი. აი ეს რატო არის ფაქტებში რატო არის მithuli ამას? ეგ არის რჩევა ახლა ეს ფაქტი რატო იქ შეიძლება ვიღაცას სულ არ მოეწონოს საერთოდ არ არის ფაქტი ეგ მაშინ მე როგორც ფაქტი ისე გავატარებ და მაყურებელი მაგადაწყვიტონ საინტერესო იყო თუ არა კაი მაშინ მასქანიშ მოუყარა თავი ხო ბრინჯის ხლებზე არაქის კარგად გადაусმა ბანანს დაჭრი წვრილად და ზემოდან დაადებ ყავასთან არის მშვენიერი მithuete საუბრში თუ მიდიხარ ცილებიც არის სასარგებლო ცხიმებიც არის ენერგიის მომცემიც არის ერთი ან ორი ხელებცი ბანანით ვარჯიშის წინ არის მშვენიერი არც გამძიმებს აი ვარჯიშამდე საათი-საათნახევრით ადრეო ჭამო რა ხო არც დაგამძიმებს ენერგიასაც მოგცემს მშვენიერი რაღაცა არის რაც აღმოვაჩინეთ იმის მერე ყოველ დილით მაგას ვჭამთ კიდე ენერგიისთვის კარგი არის მაგალითად აი ძალიან ცოტა თაფლს თუ მოასხავ ხო მაგრამ შენ არასდროს მას ხმევინებ ხოლმე იმიტომ რომ ახლა კალორიებს ვიცი ისეთი ბანანი შეგხვდა რომელიც დატკბილი არ არის ჯერ დამწიფებული არ არის კარგად ცოტა სიტყვაკლია ხოლმე ესეთ დროს აი მაგ დროს შეიძლება 2-3 წვეთი თაფლი ვინც ახლა ძალიან აკონტროლებს კალორიებს ახლა მაგიტო არ მინდა ხოლმე რომ ზედმეტი რაღაცა მივიღო კიდე იმიტომ რომ ისეც ბევრ შრამთ ამ ვარჯიშის გადამკიდე და რაღაცა ცოტა ვაკონტროლებ მაგას თორე თაფლი და ზევიდან კიდე ნუშს თუ დაადებ ხო სასწაულია თლად მე ვქენ ნახევარი ჩაის კოვზე თაფლი რომ მოასხო ორივეს ერთად აი რამდენი კალორია იქნება ხო არაფერი სარგებელი გასცემთ მეტი იქნება მაგ თაფლის ვიდრე კალორიები რასაც ისიზავთ კაი და შენ ამბობ კიდე რაღაცას ფაქტი გამახსენდა ხო მე გამახსენდა ერთი საინტერესო ფაქტი Game of Thrones უყურეთ ერთად მეორედ უყურეთ და მე პირადად მეხუთად ვნახე. ჩემი საყვარელი სერიალი არის Game of Thrones-ი და Game of Thrones-თან დაკავშირებით გამახსენდა ერთი საინტერესო ფაქტი. ვისაც ნანახი გაქვთ გეცოდინებათ, ვისაც არ გაქვთ ნანახი, სპოილერი იქნება, პატარა. და გადაახვიეთ ან რაღაცა ქენით. და ვისაც ნანახი გაქვთ, გეცოდინებათ, რომ ერთ-ერთ სეზონში Night King-ი კლავს ერთ-ერთ დრაკონს და ეს ერთ-ერთი დრაკონი გადადის Night King-ის მფლობელობაში, განკარგვაში. ხო, და თუ შეგიმჩნევიათ ამ დრაკონს რომელსაც Night King-ი დაითრევს. მკვდრების არმია რო დაითრევს. მკვდარი დრაკონი. რადიკალურად განსხვავებული ხმა აქვს. ანუ რომ კივის თუ მღერის, არ ვიცი რას ეძახიან. ხო, ღრიალებს. ხო, რაღაცნაირი მკივანა და ესეთი ხმები აქვს. ბოროტი. ხო, აი რაღაც ესეთი შემაძრწუნებელი მოკლედ რა. დრაკონის ღრიალს არ გავს სანამ დეინერის ყავდა მაშინ როცა ღრიალებდნენ რაღაც და მოკლედ Game of Thrones-ის გადაღებების დროს ძალიან ესეთი ყურადღება ექცეოდა რა ხმებს, განსაკუთრებული ყურადღება და ამ შემთხვევაშიც უნდოდათ რომ რაღაცა განსაკუთრებული მოეფიქრებინათ, რომ განსხვავებული ყოფილიყო ამ დრაკონის და ესეთი ხმა ყოფილიყო რაღაცნაირი ესეთი შემაძრწუნებელი რა. და გადაწყვიტეს, რომ ესეთი ბუნებრივი ხმები გამოეყენებინათ და დაემუშავებინათ და ერთ-ერთი ბარი იყო, სადაც იკრიბებოდნენ Game of Thrones-ის ფანები და უყურებდნენ სერიალს ერთად. და იქ რო რაღაცა
არ მახსოვს. რაც ქალაქი მახსოვს თქვი. ხო და არ მახსოვს. ოკეი. ვარ მოვიტყუა. ამერიკა თუ? ალბათ ბრიტანეთი იქნებოდა. ოკეი. არ მახსოვს მოკლედ სად ზუსტად, მაგრამ ბარი იყო ერთ-ერთი სადაც იკრიბებდნენ ფანები, უყურებდნენ სერიალს ერთად და რაღაცა ისეთი რო ხდებოდა, ყვირილი და კივილი იყო ამ ბარში და ეს ხმები ჩაიწერეს. და ეს ფანების ხმები არის დამუშავებული და ეს ფანების ხმების ღრიალი და კივილი ადევს დრაკონის პირიდან ამოდის ფანების ღრიალი. კი. და ესეც სიმბოლური ის საინტერესო ეს არის. კი, ესეთი ფაქტი არსებობს. კი, რა მაგარია რო იცი შენი ყვირილი არის იქ მოხვედრილი. მაგარია. ესეთი ფაქტი გამახსენდა. ხო, სხვადასხვის გუშინ დავამთავრეთ. ხო. ტრონსის მეორეჯერ ნახვა და კიდევ უფრო იმედ გაცურებული ვარ ბოლო სეზონით. ბოლო და ბოლოს წინა სეზონიც უკვე ეტყობოდა დაღმასვლა და ბოლო სეზონი საერთოდ. ტრაგედია. ძიმე საყურებელი არის რა. ხო, კიდევ ერთი ფაქტი გამახსენდა. Game of Thrones-ზე. ისა Night Watch-ს რო არიან რა, ეს ჯონ სნოუ სადაც მიდის ის კედელზე. იქ ხო რაღაცნაირი ესეთი ლამაზი მოსაცმელებია ცუდად რაღაცა ბეწვით და ესეთ გრძელი რაღაცნაირი დიდროლი ესეთი და შუბები. ხო აი რაღაცა არ ვიცი. მოკეთ ვისაც ნანახი აქვს უეჭველი გაახსენდება რა ან ამოვანათოთ ეს ფოტო. ეს ქართული ეს სიტყვა სამდროში არის რაც აცვიათ. არის იკეას ხალიჩებისგან შეგერილი. და აქვს ესეთი დიდრული და ესეთი იერი. დიდრული კი არ უფრო იმას გავს რა რაღაცა დიდი ცხოველის დიდი ცხოველი რომ მოკალი რა. ხო და ნუ შესახედად ისეთია რა რაღაცნაირ შთამბეჭდავია და ამ დროს ხო ნაბადია ხო რა. იკეას ის არის. ქართულად. ხალიჩა. კი. იკეას ხალიჩებით. ხო. უკეთ ჩემი ისა საინტერესო ფაქტები გამოძვერი იმით Game of Thrones, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ვიცი. Game of Thrones იქიდან გამომდინარე რომ მიყვარს ძალიან. შენ არ გაქვს საინტერესო ფაქტი მეტი არ ხა შეიძლება გამახსენდა ეს საინტერესო ფაქტი. შენ Breaking Bad-ზე გეცოდინება რაღაცა და რაღაცები. კი კაცო ეგეთი ფაქტები მეტი არის, მაგრამ უფრო ხა ბევრ შეცოდინება ეგეთი. რა ისეთი მინდა გავიხსენო რომ შეიძლება ცოტა მიცოდეს. ესეც ბევრ შეცოდინებოდა ხა Game of Thrones-ის ფანი ვინც არის. მაგიტომ რომ მე ეგეთი ფაქტებს არ ვიძახი, მოცნ უფრო უკეთეს. ისეთი ფაქტები ვთქვა რა, საიმართლა საინტერესო. თორე რამდენიც გინდა. Breaking Bad-ზე უფრო ის გამახსენდა, საინტერესო ამბავი არის რა. ერთ-ერთი გადაღებებზე აი ჯესი პინკმანის პერსონაჟი რაღაცა ძალიან პოპულარული გახდა მეორე სეზონი, მესამე სეზონი. მაგ პერიოდში ალბუკერკის ერთ-ერთ ადგილასაც იღებდნენ ჯესიმ ტვიტერზე დაწერა. ხო. რომ იქ ხო არის რომ ქალაქის ტელეფონები რო იდგა ადრე, მაგის Breaking Bad-ში ხშირად არის მაგიდან რომ ეკავა. აი მაგათო ნომრები ჰქონდათ და შეგიძლია მანდ დაგირეკა რა, ჩვენთან ეგეთი რაღაცა არისო. ხო და ესე ტვიტერზე დაწერა რომ აქა დაგდგავართო. ხო. და ვინც დარეკავთო მე გიპასუხებთო ეხაო და Hello Beach თუ რაღაც ესე პასუხობდა ჯესი პინკმანის ხმით რა და ფანები ურეკავდნენ გახარებულები და ეს ყველას პასუხობდა. კაია. გინებით და უხაროდათ. მეც დაურეკავდი, მაგრამ მე ვასება ეს Hello Beach. ესე გემრიელად ამბავს. ნუ კიდე ის Breaking Bad-დან, Breaking Bad-ზე ძალიან ბევრი ფაქტი არის. ის პიცა რო შემოაგდო პირველივე მცდელობაზე. ეს სცენა არის, ის თავის სახლის სახურავზე შემოაგდებს და პირველივე დუბლით ჩაიწერა ეგა. და მე ცოტა ხნის შეხვდა რომ ეგ სახლი იყიდებოდა $400,000 ღირსო და კი გამიკვირდა რომ მეტი რატო არ ღირს. აი ეს ვოლტერ სადაც ცხოვრობს რა ის სახლი. აი ხა რო გავყიდით ამ ერთ ოთახიან ბინას რო რაღაცა ნაწილით ვიყიდოთ ეგ $400,000 სახლი. ხო და მე ამ სერიალის დასრულების მერეც და მანამდეც ალბათ ხო დასრულების მერე უკვე მაგ სახლში რომ მოხდა გადაღებები ბევრი ეს მიდიოდა პიცას ესროდა მაგ სახურავს და ის პატრონები შეწუხებულები იყვნენ ყოველ დღე სახურავდნენ პიცების ჩამოღებით და აი ხა წარმოვიდგინე ეგ სცენა როცა ესეც დაგეგმილია რომ ესეთი სცენა უნდა გადაიღო ხო უეჭველი ბევრ პიცას მოიმარაგებდნენ ხო საწავი და ის დანარჩენი რამდენ პიცას შეჭამდა ეხა სტაფი წარმოვიდგინე რომელიც ვერ მოხდა კადრში ხო ეგეთი ერთი დუბლით არის გადაღებული მის სცენა ну იქ კი ეგეთი სასროლი და რაღაცა ეგეთი არისო ესეთი რაღაცა მაგრამ ტირიონის სასამართლოს სცენა დიდი სპიჩი რო აქვს ძალიან ესეთი ამაღელვებელი და ძალიან ემოციური და
აი სასწაულის სცენა არის ეგ და ეგ არის ერთი დუბლი არის რა, როგორც გადაიღეს აი ეგრევე. ხო. ნუ ერთი დუბლი ალბათ იგულისხმება, რომ პირველივე დუბლი გამოიყენეს, იმიტომ რომ მე რაც უნდა კაი დუბლი გამოდის, დაზღვევას მაინც იღებენ ხოლმე. ხო, და არ არსებობს მეორე დუბლი, რომელიც თუ დაზღვევა თუ არ გადაიღეს. ვიცი. Game of Thrones-ზე გამახსენდა გუშინ უყურეთ ახალ სერიალს. Night of the Seven Kingdoms, ანუ 7 სამეფოს რაინდი, ესე თქვათ. მაგ სამყაროდან როგორ ქვია? Game of Thrones-ის სამყაროს კიდე ერთი სერია, როგორც დრაკონის სახლის. და პირველი სერია ძალიან არ მომეწონა მე პირადად. არც მე. აი, როგორ გითხრა, აი არც სულიც დღეს ეხა გამახსენდა პირველად, აღარც გამახსენდა რომ მეორე სერია გვენახა. ხო. არა და უყურეთ, იმიტომ რომ კაი რეიტინგი აქვს. იმასაც ვამბობდით, რომ როგორც Welcome to Derry პირველ სერიაში არ მოგვეწონა და მერე ძალიან მოგვეწონა. იგივე არ იყოსო, მაგრამ ეს არ მგონია ის შემთხვევა. ხო და არ ვიცი, ალბათ მივცემთ შანსს. ხო, მე ხა მაინტერესებს უბრალოდ რა. ხა მეორე სერიას თუ ეგეთი იქნება, არ ვიცი მართლა ღირს თუ არა, მაგრამ არ მგონია ხა. მეოთხე სერიას აქვს 9 და ანუ პირველ 9 და 7 ქონდა რეიტინგი. პირველ სერიაში არაფერი არ მოხდა. ანუ არაფერი მოხდა, როგორც იქნება გრამატიკულად, მაგრამ მართლა ანუ რაღაცა რა ინდია, რომელსაც უნდა რომ დატოყვები ხა. არაფერი არ ხდება და ვერც დაასპოილერე ეპიზოდი სერია იყო რომ ჯერ აი იცი რა ეს მოხდება მე და აი დაასპოილერე აბა ვისაც ნახე რა პირველი სერია. აი მართლა ობიექტურად არ არის ეს სუბიექტური აზრი არ არის რა, ობიექტურად გავს პაროდიას. აი ვიზუალიც კი ახლა მაგალითად იქ ბარათეონი რო აჩვენეს და გვირგვინი რო დებილური ადგას ხო ან ბარათეონების სიმბოლო ხო ირემი იყო და რაღაცნაირი ლამაზი გვირგვინები ახლა იქაც Game of Thrones-შიც კარგი კოსტიუმები და რაღაცები რანაირი გვირგვინი ედგა მართლა ეს რაღაცა დიდი რქებით სასაცილო გვირგვინი და პაროდიის ის არის რა ვიზუალი იყო პაროდიის ხო და მაშინ ეგრე დრამა აწერია სერიალს. ხო, და უფრო მეტი ხუმრობები იყო, ვიდრე ეს. თან არც ისე სასაცილო. არც სასაცილო და დრამატული არაფერი მოხდა. ახაბნი რა არის. ახაბნი ქართულად როგორ იქნება? უწმაწური, არა. უზრდელური? არა, ეგეთებიც იყო, ჩვეულებრივი ხუმრობებიც იყო, მაგრამ ისინიც დიდი არაფერი. ხო და ანუ დრამატული არაფერი არ მოხდა რა. ანუ ხუმრობები იყო. არა, ხო. ნუ დრამატული იყო რა მამას სასაფლავებს პირველივე. ხო, და მანდაც რაღაცა კომედიურად იყო ეგ გაკეთებული. ხო. და მე არის ისა, ჩადის რაღაც სოფელში კი არა დასახლებაში, სადაც დაბნეულია მთელი სერია, ვერ გაიგო რა ქნას. ეს მე მორჩა. ხო, არ ვიცი მოკლედ. შეიძლება ისე ვაკრიტიკებთ ახლა მართლა მეორე სერიიდან ძალიან კაი იყოს, იმიტომ რომ რა ვიცი ხა მართლა 9 და 9 და 9 და 7 რანაირად აქვს რეიტინგები. შეიძლება Game of Thrones-დან გამოყოლილი სიყვარულით. არ ვიცი მოკლედ როგორც არის. ან ჩვენ ჩამოურჩით. არ მეტრო გემოვნებას. ჩვენი პოდკასტი იმად გადაიქცა ეს რაღაცა. ჯაჟღანა პოდკასტი არის. ვაკრიტიკებთ ახალს ყველაფერს. ეგ ხო დაგვიწერეს. რაღაცნაირი მეზობლები რო არიანო ესო. ყველაფერი ახალი ძირის, ყველაფერი ახალი. ხო. ახალი სერიალი რამე არის, რაც ხო და ეხა რა ვქნა თავს უყუროთ. მე მაქვს ის დასამთავრებელი 1 როგი. 1 როგი უყუროთ დღეს მაშინ. 1 როგი კაი 1-10 ჯერ მაგრამ ნახე ჩემი საყვარელი სერიალია. სხვადასხვის დღეს უყურეთ იმას დილით comedians in cars getting coffee Seinfeld's show რა ძველი ხო დამთავრებული აღარ გამოდის ახალი ეპიზოდები მაგრამ რაღაცა ძველი ეპიზოდები გავიხსენეთ და ალეკ ბოლდვინის უყურეთ და მაგითო გაგახსენდა მოდი 1 როგი გავაგზავნოთ შენ დაიწყე პირველ სეზონს გაცდი 1 როგს მე მგონი არა ხო და მე ვნახეთ კიდე ობამას ეპიზოდი და უფრო სასაცილო იყო ახლა უყურე ვიდრე მახსოვდა რა ძალიან სასაცილო ეპიზოდია. კი, კარგი იყო ძალიან მეც არ მომწონა. ბევრ კომიკოსები ხო ყავს. კი, ბევრზე სასაცილო იყო. კომიკოსზე უკეთესი იყო რა. კი. ნუ ახლა საინფელდის ეს არის საინფელდი რა კითხვებსაც უცვამ ჯერ აი პასუხებამდე საინფელდის კითხვები არის ხოლმე სასაცილო, მაგრამ ასე განსაკუთრებით იმაში იყო ფორმაში იყო საინფელდიც და ობამას თვითონ ძალიან
კი, კაი ეპიზოდი ყოფილა. ისეთი თავიდან არ მახსოვდა ეგეთი რო იყო. დიდი ხნის წინ გამოვიდა ეგ. ხო, comedians in cars getting coffee ესაც გაქვთ ნანახი. ესე ქვია კომიკოსები ჯდებიან მანქანაში და სხდებიან მანქანაში და მიდიან ყავის დასალევად. ძალიან კარგი შოუა. ხო, ანუ გარდა იმისა, რომ სასაცილოა და ისეთია, პოზიტიურია, არის ძალიან ისეთი ესთეტიკურად ძალიან კარგი საყურებელი რა. ხო. კარგი გადაღებული. ხო, კარგი გადაღებული. სხვა მანქანებით აკითხავს ამ კომიკოსებს, ვინტაჟური მანქანებით, ეგეც ძალიან საინტერესოა, რაღაცებს ლაპარაკობს ამ მანქანებზე, თვითონ კოლექციონერია და უყვარს. მერე სადაც მიდიან ის ადგილები, რაღაცა გემრიელად როგორ ასხავენ ყავას და რაღაცას როგორ მიირთმევენ და მოგეთ კარგად ესთეტიკა არის ძალიან ისეთი რა, კარგი. ხო, ვისაც კომედია უყვარს, იმისთვის არის კარგი. თუ გიყვარს კომედია და მანქანები, უკვე ორმაგად კარგი. კომედია, მანქანები და ყავა. ყავს ვერ გასინჯო, მაგრამ ესთეტურად, ხო, ესთეტიკა თუ გიყვარს. კომედია, მანქანები და ესთეტიკა. ის გახსოვს ლუისი კეიმი რომ მოყვა სადაც ილობა ეს მანქანების კოლექციონერია, მაგაზე გამოხსენდა. რომელი ამბავი? აი ეს რო Talking Funny HBO-ს გადაცემა. უთხრნი ლუისი კეი საინფელდი, ჯიკი ჯეროსი და კრის როკის ხედან. ხო. მან თქვა ლუისი კეი რომ საინფელდი თუ სიტყვებს და გინებას არ ხმარობს თავის ხუმრობებში. და ლუისი კეი ყובה რომ ერთხელ საინფელდმა მითხრა რომ ცუდი სიტყვების ხმარება იგივეა როგორც შერეული კორვეტიო. ხო და მე ვფიქრეო რომ კი მაგრამ თუ ესეთი კარგი არისო რატო არ ხმარობს თვითონო ხო და მე კაი ხნის მერე მივხვდიო რომ ეს ხო მანქანების კოლექციონერიაო და იმას შერეული კორვეტიო მითხავ როგორც დამამცირებელია რომ ესეთი ბანძი არის როგორც ისაა და მე სადაც ვიზდებოდიო იქ მაგარ მანქანათი ითვლებოდაო და ვიფიქრეო რომ თუ ეგეთი მაგარია თვითონ რატო არ იყენებს შერეული კორვეტი იყო აქაც გამოჩნდა რომ ლუისი კეი თვითონ ცოტა დაბალი და სხვა ფენიდან არის ეს ვიხუმრე ახლა მე ლუისი კეი უფრო მიყვარს როგორც სტენდაპერი ვიდრე საინფელდი მაგრამ საინფელდი ძალიან მიყვარს თანამედროვე სტენდაპის ხო აგერ საინფელდი ალბათ სტენდაპთლია ყველა დროისაც ხო თამაში არ მოგვიფიქრებია თამაში ის ვითამაშოთ ეს ცერატიტის ის რო დაჭერა ან ჯეირანი ვითამაშოთ მაგ ცერატიც აზრი არ აქვს უშენ მიგებ ხოლმე რომ ძალიან დიდი თითი გაქვს რა ჯეირანი ვითამაშოთ ვინ მოიგებს არა ნუ იმას მიქენია ხა ეს გადაცემა სულ რა როკენი ჯეირანი რა თამაშია ყველაც ითამაშოს და თუ გაჭერი და იმასაც ჩვენ გავშლი ეგ როგორ არის ეს და ეს ხო ჯეირანი შლი აი სადამდე იყოს თამაში ჯეირანი rock paper scissors ინგლისურად ვინც ინგლისურად გიყურებს ვინც ამერიკიდან გიყურებს rock paper scissors ჩვენი უცხოელი მაყურებლებისთვის ხო ლათინურად როგორ იქნება ესპანურად პაპია პაპია რა არის ქაღალდი ვიცი კითხო Name Piedra papel o tijera most Piedra papel o tijera მოგიხდა papel ყოფილა ქაღალდი ნახე ეს პაპია რაღაც ტუალეტის ქაღალდის სახელი არის მე რა თქვი tijera იქნება ისა მაგრატელი Piedra იქნება ხო კაი ჯეირანი ხო სამამდე კაი ჯეირანი ერთი თნური მოიცა სადამდეა თამაში სამამდე არა არის ხომ სამამდე არის სამი ისა რა გაშლა სამამდე მაშინ კაი ჯეირანი ერთით ერთი ჯეირანი ორით ერთი კაი კონცენტრირება ჯეირანი ორით ორი ჯეირანი ნიჩია პრე ჯეირანი სამით ორი ორით ორია ოჩახ მიგდაცავს როგორც იქნება არ გინდა ეს თამაში თუ გინდა მოვჭროთ ყველაზე თემი არა სხვა რა ვითამაშოთ უფრო ინტელექტუალური და კროზერას აპირებ ყველაზე დებილობა რაღაცა ვითამაშოთ მოვიგე
დაკვრაზე ესაპირებ. იმპროვიზაცია? დაუკრავ. მაყურებლის კომენტარები დავიკითხოთ. ხო, ოკეი. და მე რჩევები? ხო. წინა კითხვა იყო კერძი რომელიც ყველაზე კარგად ასახავს საქართველოს, ხო? კი. საქართველოს წარმოაჩენს, არა. სავიზიტო კერძი. აჰა. რომელი იქნებოდა? ხო, ბევრი არ არის. არა, ბევრია, 23 კომენტარია. 3 კომენტარია. მოდი წავიკითხოთ. ხო, ზურაბ ფიროსმანაშვილის იყო ისა, კახური თონის პური უნდა ვთქვაო რა, კერძად თუ ჩამითვლითო. კერძად ჩამითვლით. ნუ რა თქმა უნდა, ხინკალი იყო ყველაზე ხშირი და კი, თუ კი რამეა ქართული და საქართველოს აღმწერი ქართული ისტორიის თანმდევი, გვაქვს ალბათ პური. ნუ დასავლეთში ჭადი, ქართველ გლეხს ხინკლის და კაი ცხოვრების საშუალება იშვიათად ჰქონდა. ხშირად ქართული სუფრა პურის ნატეხით და პატარა ყველით შემოიფარგლებოდა. ქართველი მებრძოლისთვის ხმალი, ფარი და პურის ყუა მუდმივი თანამგზავრი იყო. სუფრაც რომ წარმოვიდგინოთ, როგორი ლამაზია ხინკალმწვადი ან თუნდაც ფხალის ასორტი, მაგრამ მათ გვერდით ცხელი შოთები როგორ ლამაზად ამაყად ღირსეულად და გემრიელად გამოიყურებიან. მომინდა. ქართველობაც ხომ ესაა უბრალობა თამდობლობა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამაყად და ღირსეულად თავის წარმოჩენა. ბოდიში გამიგრძელდაო. კახური შოთის პური. ხო. თუ დედას პური, როგორც ეძახიან, კახური თონის პური. ხო. ცხელი. ხო. შიგნით ყველი და პომიდორი. კერძი არის, აბა რა არის? ხო. ლობიო, ქოთნის ლობიო. ყველაზე გემრიელი სენდვიჩი არის. გახსოვს წავიდეთ კახეთში, სამ ვიყიდათ. შენ. რა კახეთში, აგერ სხვათა შორის. ნუცუბიძის ქუჩაზე არის მეორე სასახლე, მეორე პატოს სასახლეთან. დიდი ხანი არ მიყიდია, იმიტომ რომ ცუდ თეთრი პური არ ვჭამოთ, მაგრამ უგემრიელის კახურ პურებს აცხობენ. კი, კაცუნა ესეთი კაი ხარ. ცოტა მომწვარე რო აქ აი ოდნავ რა, ესე კარგად რო იტეხი. კი. აი, კარგი. ხო დღეს ხო ვჭამოთ ერთ. არა. წახადოს ლაპარაკობდით გავასწორეთ ყובה. ნათია ჯოჯოა. მე მგონი სწორად ვკითხულობ არც. ჭადი, ყველი და ფხალი, მე ერთ კერძად მივიჩნევ, კი ბატონო. ნათელი ჭადი, ყველი და ფხალი? ხო. ხინკლის გამო კაცი შემიძლია მოუკლა. ყველა კონდიციაში მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად უნიკალური და ქართული ალბათ ფხალეულია. მეც ხინკლის გამო შემიძლია ლობიო ქოთანშიო და სული გავყიდო შემიძლია ხინკლის გამო. ჭადიო, მწვანილი და მჭადი და ლობიო, კი ბატონო. დოდო კრეატივ, ხარჩო მეგრული ელარჯი, აუმომინდაო. ხარჩო მეგრული თუ მეგრული, ხარჩო მეგრული. ხო. მძიმე და ელარჯი და მეგრული ხარჩო რა კიდე სხვანაირია? ალბათ. ჩაკაფული კახურიო. ჭადი ყველიო, სალომე ხელაძე. გივი ნიკოლაიშვილმა მთელი ჩამონათვალი, ჩაკაფული ხაჭაპური, ხინკალი, ტყემალი, დამბალხაჭო, ჭადი, ნიგუზენი ბადრიჯანი, კეჟირა და ეკალას ფხალი, ზოგადად ბევრი ფხალეული და ჯონჯოლი მომშივდა. დრაბო რაღაცა დღევანდელობით ბოშბაში უფრო და ზოგადად ჩაშუშული კი მე ესე დრაბო წარს თვითონ კერძის და დასახელებაც ძალიან ქართულიაო ბოზბაში თიქემ ქალუერთ მე გასწავლით კარგ რაღაცას ორ ბურგერს მექსიკურს მივირთმევთ ორი ადამიანი 23 ლარად ზოგან 27 ხინკალზეც ეს უბრალოდ აქ დაწერა, მაგრამ ალბათ ანუ ამაპინური კომენტარის პასუხი არ არის. აბა? აქ კიდე ხო ლაპარაკობდით ფასერზე და ბურგერი რაღაც და რაღაცა და მაღაზია არის უფრო ეხლა ქართულ კერძში ხო არ დაწერა ბურგერს, ალბათ შეიშალა და იქ დაწერა რა. ანუ ეს არ არის პასუხი ქართული კერძი, რომელიც კარგად ყველაზე მეტად წარმოადგენს საქართველოს მექსიკური ბურგერი არ იქნება. თან შეგეწერია აბაო პასუხი და ვერ მივხვდი ცოტა ხო მოკეთ ფაზაკლებაზეა ხო ეთყობა მაგაზე იყო რეკლამა გავუკეთეთ რაზეც მამა ბურგერი ცუდი არ გეგონათ თვეში ვიხდით ხალას და უკვე 200 ლარის დანაზოგი მაქვს გაკეთებული. ხო და ეს hot card-იო და არ ვიცი რა არის და ნახოთ მე მოვიძიოთ რა არის. ჩიჟი ბიჟიო ბატამ ყველაზე ქართული ალბათ ხაჭაპურები არისო გიორგი ნიკოლიშვილმა აჭარული განსაკუთრებით კი ну რა თქმა უნდა ხინკალი დამწვად პირველია მაგრამ სხვა ქვეყნებში ვიქნები მიმცხავსები ვარიანტები და ხაჭაპურზე გამიგია კუბდარის ჩასმა მინდოდა უბრალოდ ქართული ნომერ ერთად მაინც ხაჭაპურებს ვიტყვი და იქვე კუბდარს მივაყოლებ რა თქმა უნდა ეს ეპიზოდიც საინტერესო გამოვიდა ხანგრძლივობა დამაკლდა ძალიან მალე მორჩა მაგრამ ნიჩიო ყველაფერი კარგი მალე სრულდება
წარმატებები ყველგან და ყოველთვის. უი და ენოტები უკვე შინაურ ცხოველებად ყავთ ქცეული. მარტივად შინაურდებიან ამერიკაში და უფრო პოპულარულები ხდებიანო. ეს ენოტზე გქონდა რაღაცა ნიუსი და თბილისში იყო ენოტი. ხო, იმაზე რო იჯდა. აჭარული ბოროსოდეს ვჭამეთ. 2 წლის წინ. მარტ 2 წელი აჭარული არ გუჭამია. სადღაც ვჭამეთ, თბილისში სადღაც ვჭამეთ. შენ ამბობ ხოლმე რომ აჭაროსო სხვა უხდებაო და არასდროს არ გინდა აჭარული შეყვეთა და საჩი ვჭამთ არ ყოფილვარ ჩაშან სხვაზე. სადღაც ხო ვიღაცა გვეუბნებოდა რომ აქ მაგარი აჭარული აქვს, მაგრამ არ ვჭამეთ იქ მე. ხო, იმიტომ რომ ანუ მაგას ვამბობ იმას კი ანიშნავს რომ ცხოვრება პრინციპი იმაქ რო სომერ არ ვჭამო კაცო. მე ეგრე მეგონა. კაი, ნმახარ. პრინციპული ადამიანი ვარ და არ ვჭამო ზღვის გარდა. ხინკალი უდაოდ, ცივით, ცხელით, შებრაწოლით. წვიმა რაღაცა წერია, ჩაკაფულიო, იაია. კირას კითხულ რა წვიმა. ხინკალიო. სახელი არის ვინც ავტორის. ხო, მაკაცინცაძემ ქართულ იდენტობას ასახავს ხინკალი, დიდი მადლობა, ძალიან საყვარლები ხართ. ცვარი გვიწერს, ყველაზე ქართული კერძი არის ლობიო, მე ძალიან მიყვარს ლობიო, მჟავე, ყველი, პური მოკლე. კერძი არ მათ ყემალიო. და ჩაკაფული. ყემალი მართლა. ღმერთი გვიწერს ამას. ჩაკაფულიო და ღვინოწურევიაო. ბედო, ორი არგუმენტია. და ღვინოწური მართალია. ჩაკაფული ძალიან ქართულია მე მგონი. ხო და გიგაური ხინკალიო, მაგრამ ხაშლამაცო იქვე. არ ვიცი. მომშიბდა. მე მგონი ეს კომენტარები არ უნდა წაგვეკითხა. აქ კიდე ერთი კომენტარი იყო, გვანცას ხოვები უნდა ამოჭრაო და ცალკე გადაცემა გამოვაო. ძალიან ხოვებს მომბობ, ხო? არ დაკვირები ორ ხოთაშორის. მივეჩვი. აი აქ გვისაყვედურეს ნახე გუგამ კარგით ხალხო რა 2 კვირა ისე ვიყვებების უმშიერი ვარო წონის გამო და თქვენ ხინკალზე ესე ჩაშლას ნამდვილად არ ველოდი მოუკვდიო. ამურამეს ხინკლებად გადაიქეცით რო გიყურებდით ისე მომინდა. ის ხინკლებათო? ბოდიში კიდე ამურამეს. აუ ეგ მე მგონი სად არის ეგა? თქვენ რო გადაცემებს წერდით იქ არა? არა კაცო. თუ თქვენ ამოდიში წერდით. ხო. ხო. ამურამე იქ არის ჩიტაძეზე რო არის, მე მგონი. თუ ეგ არის. ადრე უნდა გაიყო მაშინ როგორც მახსოვს. თუ ეგ არის. კიდე ერთი კომენტარი იყო. ჩვენ რო ისინი განვიხილეთ გრემზე რო რაღაცა სასწაულები ეცვათ. ხო. მიო ბუკიმ დაგვიწერა. რო დაიცვა ის ჩაპელ როანმა შაშან მოიგო გრემი ძალიან სოვლი არტისტია, არაფერში არ ჭირდებოდა ყურადღების მიქცევაო. მით უმეტეს ზირთად ჰეითი მიიღო. არ ვიცი ძალიან ცნობილი. ასე კარდაშიანსაც ბევრი ყურადღება აქვს, მაგრამ ყოველ დღე ახლა რაღაც საკეთებს რო ყურადღება მიიქცეს. კი, რა თქმა უნდა. ხო და დაწერა ჯასტინ ბიბერმა ტრუსიკით იმღერა სცენაზე და კაციშვილს არ უთქვამს ყურადღების მიქცევა უნდოდაო. პირიქით საში აიყვანეს და როგორც პროტესტი ისე წარმოაჩინეს. რა ხდება? სხვანაირი ძუძუსთავები აქვს ჯასტინს? ჯერტი კი, სხვანაირი ძუძუსთავები. ხო, რუანს სხვანაირი. ჯერტი განახარ მქონდა. ხო. მეორეც ერთი ვინ აიყვანა საში ჯასტინ ბიბერი? არ ვიცი, ჯასტინ ბიბერის საში აიყვანა, არ ვიცი ნამდვილად. თუ კაცები წაზე მოშიშლები დადიან, ეგ არ არის ყურადღების მიქცევა. კაცო ყურადღების მიქცევა ჯერ ეს ერთი ჩემი საყვარელი ბენდია ფეფერსები და თავიდან ტიტრები გამოდიოდნენ სცენაზე 98%-ით. ხო. და 99-ით ზოგი. ხო და ის ამბობდნენ რომ ყურადღების აქცევად ვაკეთებთ მაგასო და. ხო. და მე არ მომწონს სხვათა შორის რა ვქნა ახლა რა ვიცი. არც კაცის მომწონს გაშიშვლება და არც ქალის. ხო, ისინი დებილობას აკეთებდნენ. ახლა Imagine Dragons-იც რა ვიტიტკნიან ყველაფერს, მაგრამ მე ახლა რა არის, არ მომწონს. კი ბატონო. ხო და ასე კაცი თქვენ ძგოლშო გაიტანს და რო იხდის ყვითელ ბარად. ხო, არ მოსულა რა ვიცი, არც კაცისთვის და არც ქალისთვის. რატო იფიქრეთ რომ ქალი რო არის, იმიტომ გავაკრიტიკეთ, არ ვიცი. ხო, ქალები გვეძღება. შეკეც იზღება. ხო, თან იქვე კაცები უფრო ვაკრიტიკეთ რაღაცა ის კორსეტები და რაღაცები რო ეცვათ. ჯასტინ ბიბერიც გავაკრიტიკეთ, რანაირი ისეცვა კოსტუმი ეცვა ის რა იყო.
ხო. და მოკეთ ძალიან დიდი კოსტუმი ეცვა და მე არაფერი არ ეცვა. ხო. და მოკეთ ბორში დაგვიწერა რომ ბოროტი ვიქნები და დავწერ ორი ყველაზე basic ჩაცმული ადამიანი განიხილავს გრემის საღამოს top artistებს kinda funny-ო. გვესწერვა ესე. რატო basic ძალიან საკაიფო მაიკამაცია. ხო და არა თან სასაცილო რა არის იცი იქვე ყოველთვის რაღაცა თვით ირონია გვაქვს ხოლმე რა იქვე აღუნიშნა მეც რომ აი ეს ჩვენ ორი ესე ვხედავთ სახში და გრემზე და ოსკარებზე და რაღაცებს დავცინით მეთქი მაგრამ არ იმუშავა მაგან მაინც ეტყობა არ გუყურა ბოლომდე ის დავიწყდი კრიტიკება მე გამორთ მაინც და subscribe გავიკეთა სავარაუდოდ მაინც წერობა დავიმსახურეთ ხო გუშინ მე რა დავდის იყო ჩემი პოდკასტი რო დაიდო 3 subscriber-ი მომაკლდა ეგრევე უახლოვდება 40000 რა და სულ უყურებ და აი როდის ავა 40-ზე და 1803 იყო და პოდკასტი დავდე დადების მე კიდე შევხედავ მოემატა მეთქი და 1799 იყო და 1800 რა არ მოეწონა იმის ამს არ ვიცი ხო და მე სულ მაინტერესებს ხოლმე მით უმეტეს ახლა ეს ახალდაწყებული გვაქვს ეს ჩვენი პოდკასტი და კითხულობთ კომენტარებს და რაღაცა ვცდილობთ რომ გავცეთ პასუხები და რაღაცა სულ მაინტერესებს აი რატო იღებს ხოლმე ხალხი ესე რაღაცნაირად აი მტკივნეულად ესეთ რაღაცებს რა აი ხო შეუძლებელია მართლა სერიოზულად შეხედო ეგეთ რაღაცას რა რას გულისხმობ აი ეს თუნდაც რომ აი ვიღაცას ეჭვჯერდი არ გაგვიკრიტიკებია უბრალოდ ჩაპელ როანის ამბავი ხო გავაკრიტიკეთ რაღაცა ხუმრობით ჩაპელ როანის ყველაზე ცნობილი სიმღერა ჩაპელ როან American singer songwriter შევედით არხზე 2 მილიონი subscriber-ი ვიდეო პოპულარ ჩაპელ როან good luck baby 115 მილიონი ნახვა ხო არ ვიცი ეს სიმღერა 120 მილიონიანი Pink Pony Club ამას იმას დაგვადებს copyrights მაგიტო ვახტები ესე პატარ-პატარაზე მეკჩართული არ ვიცი ხო და არა მე მაინტერესებს შენი აზრი რა რაზე ესე მტკივნეულად რატო საკმაოდ დიდი კომენტარი იყო ხოლმე დაწერილი და ბოლოს თან ცოტათი გავილანძღეთ რომ აი ესე ჩვეულებრივად თქვენ ვისაკრიტიკებთო? აი თქვენ ხო, მაშინ ესე ხო? თქვენ ვისაკარგვი ხართო? ხო, აი ეგეთი რაღაცა და ესე ხო ვერასდროს ვერავისზე ვერაფერი ვერ უნდა თქვა მაშინ ვერ ხმა არ უნდა ამოიღო საერთოდ მაშინ. ხო? ხო და ნუ იღებთ მე ხმას. ეს იყოს ბოლო პოდკასტი. და ვასრულოთ მართლა რა. როდენდე შეიძლება? ხო და რაღაცა ცოტა ისე იუმორით მივუდეგეთ, ძალიან სერიოზულად მიიღებთ ყველაფერს. ხო, მაგრამ მაშინ ჩვენ იურიდიულად კი არა და იუმორით მივუდგეთ რომ დაგწინეს კომენტარში. basic ჩაცმულები ხართ. არა, ხო და იუმორით ვუდგები, მეცინება მე. შენ გეწყინა მახსოვს. ტიროდი. ხო და ეს არის რა ქვია. აუ, კაი, სერიოზულად. რავი ახლა ყველა ადამიანს რაღაც აქტ რასაც ასერიოზულებს და რასაც მისთვის არ არის მტკივ ყველა ადამიანს სხვა რაღაცები ტკივა ცხოვრებაში და ხო და რა ტკივა ახლა ზოგს რა არის რაღაცები რაც ბევრს ტკივა და რაღაცები რაც ერთეულებს და პირადად ხო არ შევხაბივართ ნუ ალბათ თვითონაც ოდესღაც ნუ ახლა კომენტარის ავტორზე არ ვიძახი კონკრეტულად ანუ თქვათ ადამიანმა ვიღაცის ჩაცმულობაზე იხუმრა და მეორე ადამიანმა ეს მიიღო მტკივნეულად. შეიძლება იმიტომ რომ ისაც ადრე რაღაც ჩაცმულობაზე დაცინეს ერთხელ ან რაღაცა და ისთვის რომ ეს ჩაცმულობაზე დაცინა არ მოსულა. ვიღაცა არის რიკი ჯერვისი ყვებოდა რომ სტენდაპი მქონდაო. ხო. და მე სტენდაპის მე ერთი ხალი მოვიდაო. ხო. და მეჩხუბაო რომ იმაზე ვიხუმრეო არაქისის ოკეი მიწისძვრის კარაქტერის ვისაც ალერგია აქვს რა მაგ ალერგიაზე ვიხუმრეო რომ სასულელი არისო რა და ესე მოვიდაო და ისაო მაგაზე ხუმრობა როგორ შეიძლებაო ჩემ შულს ჭირსო ესაო ძალიან ძიმე ფორმებშიო და ძალიან ძიმედ გადააქვე ესე შენთვის ახალდაო თემა არისო და ამას ვთხარიო ქავატო რომ მაგ იმაშიო ჰოლოკოსტზეც ვიხუმრეო და ისო ის არ გააპროტესტეო ჰოლოკოსტზე უფრო საშინელება არისო არაქისის კარაქტერზე ალერგიაო და ვისაც რა აქვს ცხოვრებაში ტკივნეული იმისთვის იმის გონია რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა რა. ხო,
ხო, არ ვიცი. მაინც ვერ ხვდები, იმიტომ რომ რაღაცები შეიძლება ჩემთვის თკინეული იყოს, მაგრამ ვიღაცა რო იხუმრებს ამაზე გამეცინოს. კარგია ეგრე თუ. იმიტომ რომ პირიქით, აი, მე უფრო სხვანაირად იწყებ დანახვას იმის რა. ხო. რაღაცა კომპლექსი თუ გაქვს, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება მე გავიზარდე ორ ძმასთან ერთად. ორ ძმა შუა. რომლებიც თუ მაბოლინგებს. ყველაფერზე, გარეგნობიდან დაწყებული რაღაცა მით დამთავრებული ეჭკუაგონებით და. კარგია, ხო, შენ იმაზე რა ქვია, ხასიათზე და დადებითად იმოქმედა. ხო, მაგრამ რაღაცა მინდა რომ ისინი სიყვარულით გაბულინგებდნენ, ანუ არა, იცოდნენ ნორმა. არა, სიყვარულით არა ის. აი, დანდობა არ იყო, ისე მაბულინგებდნენ ხოლმე, მაგრამ ნუ აი. ხო, ნუ ხუმრობით იყო, ხო, რაღაც შეიძლება იფიქროს, რომ მართლა გირტყავდნენ და გასესხლიანებდნენ. არა, ეგეთიც იყო. ხო, მაგრამ ნუ უცებ თამაშობდით. ხო. ხო, არა, ნუ ის იყო რა. და გეხუმრებოდნენ ისე, როგორც თაკურთარ ძმას გაეხუმრებოდნენ, ამას გულისხმობ. ხო, დამცინოდნენ. ხო. დამცინოდნენ ესე. ხო, ძმასავით გეკცეოდნენ. ხო, ეგ უნდა მეთქვა ხა, ალბათ ვისაც ყავს უფროსი და უფროსი ძმა, ყველა მიცის რა არის ეგ. უმცროსი და უფროსი ძმა. ხო. ხო და მოგეკითხვა ძმებს. მოგეკითხვა. და გადავიდეთ ჩვევებზე. გადავიდეთ ჩვევებზე. რადგან დღეს ესეც არ მოგიმზადებია და სრული ის გვაქვს იმპროვიზაცია და ექსპრომტი. ტელევიზორში გიყურებით. ხო. მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება ესეთი საყოფაცხოვრებო. ჩემი სხვა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ვიწვალეთ ამ ყავის აპარატის რაღაცა ინსტრუქციებზე და რაღაცებზე, ნუ რეალურად ეგეთ საწვალებელიც არ არის, უბრალოდ გავზარმაცდით ადამიანები. ჩვენით აღარ გვინდა არაფრის კეთება. გვინდა რომ ერთ ღილაკს დავაჭიროთ რაღაცაზე და ან უბრალოდ უთხრათ რაღაცა და ყველაფერი თვითონ გააკეთოს. თორე სინამდვილეში მართლა ეგრე არის, ანუ ჭიქას დადებ, უბრალოდ მიაჭერ და ასხავს და არის უგემრიელესი ყავა. და მინდა რომ მარცვლებს თუ ჯაყრე. ხო, კარგ მარცვლებს თუ ჯაყრე. და მე მინდა რომ ეს აპარატი გირჩიოთ. არ არის ეს რეკლამა ოღონდ, ანუ არავის არ გადაუხდია ამაში, უბრალოდ ჩვენი გამოცდილებით რაც გავაკეთეთ და რაც ვნახეთ, ძალიან კმაყოფილები ვართ და რაც თავარია ფასდაკლება არის ამ კონკრეტულ მოდელზე. Elite Electronics-ის კონკრეტულ ერთ ფილიალში რა City-Mall-თან რო არის, ამოყიდვა არის იქ და ძალიან დიდი ფასდაკლება იყო ამ კონკრეტულ მოდელზე. გვაჩუქეს თქო რომ გითხარით ვიგულისხმეთ რომ ფული ჩაგვირიცხეს და ჩვენ წავედით და ვიყიდეთ და მოკლედ ძალიან კმაყოფილები ვართ შესაბამისად ამონათდება ეს მოდელის სახელი ვერ დავიმახსოვრე არ ვიცი რა დელონგ რაღაცა ქვია ხო და მოკლედ აკეთებს ყველაფერს ესპრესო თავისი კაპუჩინო ამბები და ძალიან კმაყოფილები ვართ ჯერჯერობით კი ორი დღე რას დავისყოთ ხმარება ხო ხო. მეორე დღე. და მარცვლებით რაც ვიყიდეთ, რაც გვირჩიეს ძალიან არომატული და ძალიან გემრიელია და ძალიან ვისიამოვნო. სხვა შორის მაყურებელსაც ვთხოვოთ აქეთ გვირჩიონ. იმიტომ რომ აქამდე მე პირადად არ მაქვს გამოცდილება მარცვლების. ხო. ის წინა აპარატი მქონდა ისეთი დაფხვნილი ყავა რო არის და ნუ სხვადასხვა ბრენდებს ვცდილობდი ხოლმე და ბოლოს ერთი იყო, რომელსაც ყველაზე ხშირად ვხედავ, მაგრამ მარცვლები გვირჩიეთ კარგი მარცვლები, რომელი ბრენდის არის და სად შეიძლება რომ შევიძინოთ. იმიტომ რომ მაგაზეც მოგვიწევს ექსპერიმენტი. იმიტომ რომ მარცვლებს ასარჩევთ რომ მივედი აი იმდენი ესე სად რა 10 შეფუთვა იდო. ერთნაირი და ამას ცოტა ძლიერია რომ მან მოტკბო გემოაქვს, იმას ცოტა ისეთი და ეს ზეპირა ძნელია, ყველა უნდა გასინჯო რა და ბრენდი გვირჩიეთ კაი რომელია და სად იყიდება თქვენი გამოცდილებით. და ჩემი რჩევა. ჩემი რჩევა სამზარეულოდან არის. სამზარეულო ვარჯიში წონის კლება. აი ეს სამი სფერო. მოკლედ ხაჭო ვახსენეთ რომ ძალიან კარგი არის დღის ბოლო საკვებად თუ გამოიყენო. ვინც ვარჯიშობს და პროტეინი, ანუ ცილები ჭირდება და ასე შემდეგ, კუნთების აღდგენისთვის და ასე და შემდეგ სახსრები, ყესები რაღაცები. ამას ხვალდგენა ჭირდება ვარჯიშს მერე. და ერთ-ერთი კაი საკვებია ხაჭო. მაგრამ ბევრი ხაჭო რო ჭამოთ ცხიმიანი გასუქებს. ამიტომ მე მაგალითად რჩევა არის რომ ჭამო უცხიმო ხაჭო.
მწვრთნელების, მაგრამ უცხო მოხაჭო ამდენი ჭამა არის საშინელება. ქვიშის ჭამა. ხო, აი ქვიშა რო ჭამა კოვზით რა. მე მაგათაც ძალიან მიჭის, ანუ უბრალოდ უცხო მოხაჭოს ესე ვერ შევჭა. და ვაკეთებ ეს რაღაცას, ხაჭოს დესერტები იყიდება კიდე. რომელიც ის უკვე ტკბილი არის და გემრიელი, მაგრამ ორ ჩაისკოს იმას ვამატებ ხოლმე, თქვა ერთ შეფუთვა უცხო მოხაჭოს 0%-იანს ჯამში გადმოაგდებ, ეს ერთიანად რო ვარდება. იმას ორი კოვზი რო ვქნა ეგა და აურიო, გამოდის უკვე ესეთი მასა, რომელიც ჭამაც უსიტყვოდ დაკრავს და უკვე ადამიანურად შეიძლება მიირთო. ამას ემოდა ცოტა ქიშმიშას თუ მოაყრეს, საერთოდ გემრიელი დესერტი გამოდის და დესერტს ღებულობ დღის ბოლოს რა და არა იმას რომ აუ ხაჭო მაქვს საჭმელი. და კიდე დამატებით უთხაზეც დადგება ის გამო. უცხო ხაჭო. მაგას ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უგემური რაღაცა არის, რაც მინჭამია. უცხო ხაჭო არა ყველაფერს იმის არაფერს თუ დამატების გარეშე. თა რა არის, უგემური ერთი და რთული საჭმელია, ანუ გახჩობს რაღაცა. კი, ხო, ბევრი წყალი უნდა მიაყოლო. ისეთი მშრალია, რომ აი რაღაცა აი ქიჭედება რაღაცა ეტაპზე რა. კი, ხაჭოს დესერტი შეიძლება ბერძნული იოგურტი შეიძლება. ბერძნული იოგურტი, მე მიყვარს ბერძნული. ხო, რომ ძალიან არ გაიზარდოს კალორიებში რა. ხო. და მადლობას მეტყვით. მართლა. ხო. ხო, რა გინდა დილესის ხო თქვით? ხლებცი, არაქისი და ბანანი. არა, სერიოზული ისინი გაქვს. შუა დღეს ჯამთელი ცხოვრების ბრინჯი და ქათამი. არ გახარჯო ეგეთი შემდეგ. და მე კვერცხი. როდემდე უნდა ვიყოთ დიეტაზე? ეს დიეტა არ არის. ეს დიეტა არ არის, სწორი ცხოვრების, სწორი კვების წესია. ხო. ეს არის სხვადასხვა რა არიცი, ხო? ეს ზუსტად პირველ რიგში ეგ მეხარია, რომ ის მოუძებნეთ, რითიც შეიძლება რომ დიდხანს კი არა, სულ იყო ამ რეჟიმში რა. ეს გვისაუბრია იმაზე ChatGPT-ს და დიეტაზე? ჩვენს პოდკასტში? მე მგონი, კი. ანუ კიდე ერთი რჩევა მაშინ რა, თქვათ არ მახსოვს, რაღაც მახსოვს და მეგონი ჩემ პოდკასტში ყვებოდი ამას თუ აღარ მახსოვს. მოკლედ დიეტი შედგინა ხო ძალიან აი კიდე ცალკე მეცნიერება არის რომ აი რა ჭამო რა, იმიტომ რომ თქვათ პირადი მწვრთნელმა შეიძლება ყავდეთ და იმან გითხრას რომ კარგია მოხარშული ქათამი ჭამო, ბრინჯი ჭამო რაღაცა, მაგრამ ესე რომ დაგიწეროს რომ დილით რო ადგები ეს ჭამე, ამდენი კალორია იქნა გამომდინარე, ამდენი წონა ხარ და რაღაცა. ამისთვის ძალიან კარგი არის ხელოვნური ინტელექტი რა. ChatGPT-ან Gemini, როგორც ექვია, ჩვენ ეს ორი გამოვიყენეთ რა და როგორ შეგიძლია გამოიყენო დააწენო ჩვენთვის სასურველი დიეტა. რაც მეც მოუყვები საკუთარ თავზე უკეთესია, რომ რა ვარჯიშებით ხარ დაკავებული, რა საკის ხარ, გაქვს თუ არა რამე ჯანმრთელობის გართულება და რამდენი კილო გინდა რომ იყო. თქვათ, აი მინდა რომ იყო 80 კილო ნავარჯიშები, კუნთის მასით და რაღაცა. აი შენ მიზანი რა არის? და უთხრა რომ შემიდგინე დიეტა და შეგიძლია იქ უთხრა რა საჭმელი გიყვარს, რა არ გიყვარს. და იქინა გამომდინარე დაგითვლის, რამდენი ციდა გჭირდება, რამდენი ნახში წყალი გჭირდება, რამდენი რაღაცა გჭირდება და გადაგინაწილებს, თქვა შეგიძლია უთხრა რომ ჩემ შემთხვევაში როგორ იყო. მაგათად უთხარით რომ მოხარშული კვერცხი, მე თევზი არ მიყვარს. თევზიც ჯამთელი საკვების ერთ-ერთი ისაა და თევზი არ მიყვარს და ამიტომ უთხარი რომ მოხარშული კვერცხი, არა პირდაპირ კვერცხი, ქათმის ხორცი, ბრინჯი, რაღაც ჩამოუთვალეთ, რაც ვიცით რომ ჯამთელი საკვებია და ეს გადაგვინაწილე 4 ჭამაზე დღის განმავლობაში მაგალითად. და ეს ჩაგვიწერა დილით შეგიძლია აი ამდენი კვერცხი ეს შეჭამო, შუა დღეს ამდენი ეს და შვენიერ დიეტას დაგიწერს რა. ხო, ოღონდ ძალიან დაგვეხმარა ეს გადანაწილება და მე დავინახეთ, იმიტომ ძნელია ხანდახან იცი რომ აი 100 გრამი ის მიიღე რაღაცა ცილა, მაგრამ ეს რამდენი არის რეალურად და რამდენი რა უნდა შეჭამო რომ 100 გრამი ცილა მიიღო? ხო. ეს არის რა ქვია. ოღონდ ეს რა თქმა უნდა არ ვცელდება ხა იმ ადამიანებზე, ვისაც რაღაცა შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა. ხო, მაგითო ვთქვი რომ ჯანმრთელობის პრობლემას თუ გაქვს, ესეც უნდა მიუთითო რა, ახლა განსაკუთრებული თუ არა. არა, თუ ჯანმრთელობის პრობლემაა, ChatGPT-ს მე მგონი არ უნდა კითხო. ეკიმთან. ChatGPT-საც უნდა კითხო, მაგრამ ეკიმსაც. ხო. იმიტომ ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ ეკიმის რჩევები არ გამართლდა. სხვათა შორის, ხო. ერთ-ერთი ყველაზე ეს არის გავრცელებული პრობლემა არის მაგალითად საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, მე რაც ვიცი რომ ესე მასიურად D ვიტამინის ნაკლებობა არის. მე სხვას მეგონა იტყოდი, მაგრამ იგეც ხო? რაზე? ვარჯიშისადმი დამოკიდებულება ეკიმების. ხო, მაგასაც ვიტყვი.
მაგრამ მაგრამ გავაგზავნეთ პოდკასტი ხო? კიდე შემდეგი თემა იყოს. რა? თუ არ არის ეგეთი გასარწმუნო. არის როგორ არა? ექიმები. სერიოზულად. ექიმებს დავესხათ თავ შემდეგ ეპიზოდში. კაი, მაშინ მოდი რა შენ ამბობდი რომ ექიმები და დ-ვიტამინია. მე გითხარი ეს ვარჯიში. მოდი მაშინ მოდი რა ვქნათ, იცი? ბოლოსკენ მივდიოდით უკვე. და ნუ დავასრულოთ უკვე. ხო. 2 საათია ვიწერთ. მართლა 2 საათია. 3-ზე დავიწყეთ და 5 ხდება. და შემდეგ თემა იყოს ეგა რა, ექიმები, ჯანმრთელობა, რა სტერეოტიპებს ვაწყდებით, რა ჩვენი გამოცდილებით რა გამართლა, რა გამართლდა და ესე შემდეგ. კი ბატონო. მაშინ დავასრულოთ. დავასრულოთ. ჩევები გაცემულია. კითხვა დასმულია. არაჩვეულებრივი თამაში ვითამაშეთ. თამაშეთ. ჩემპიონი გავხდი მე. დავწინაურდი. ბოდიში. საერთო ჯამიც ხო არ გავაკეთოთ რაღაცა სეზონი, ანუ ხო ყოველ ჯერზე ხო რაღაცას ვთამაშობ. კი ბატონო, ხო. და რაღაცა მაგრამ მე არ მაწყობს. კარგი. არ გავაკეთოთ რაღაც უფრო მეტი სტიმული. ხო, მაშინ უნდა გადავხედოთ ახლა აღარ მახსოვს ამდენია. მეორეჯერ მოიგე. ორჯერ მოიგე. 12 ეპიზოდია. ხო. თამაში ყველგან მქონდა? ერთხელ არ მქონდა. ანუ 11 თამაში და ორჯერ მოწყი 2-ია. ხო. რატო წამოვიწყე არ ვიცი ხო. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე დარჩა გვიყურა. მადლობა. ვინც არხი გამოიწერა, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი. აბა ერთი კიდე შეხედეთ კარგად, შეიძლება გეგონოთ რომ გამოწერილი გაქვთ და არ იყოს და მაინც გამოიწერეთ. ხო, შეხედეთ თუ არ დაკლიკებული ვიდეო და ლაიქეთ. ზარსაც შეგიძლიათ დააჭიროთ. ხო, ეს ზარები დარეკავს. ხო და პატრეონის ხარდამჭერებს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. და გვეყოფა დაამთავრეთ დროზეო იძახიან. მეზობლები. არა მგონია. დაარტყი. დროებით. დაკვრა? დაკვრა. დღეს შეგისრულებთ სკოტ ჯოპლინის Ragtimes. ამ ნაწარმოების მოსმენა, ასევე შეგიძლიათ ჩემს არხზე და ნაკრები მაქვს ესე. Ragtime ჟანრი არის და არა კომპოზიცია. ხო. Ragtime-ები სკოტ ჯოპლინის გრძელი ვიდეო არის, რამდენი წუთია 30. რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ. გადახვათ და შეგიძლიათ მოშმეთ, ვისაც გიყვართ. ეგ ის არის, ხო, ერთ-ერთი არის, შენ როცა უკრავ ხოლმე, არ არსებობს რაღაცა არ წაიცეკოს, მაგას როცა უკრავ, ეგ არის, ხო? მაგის დაგასაპირე? კი. აი, როცა ცოცხლად ესმით ხოლმე ეს მუსიკა, აი, არ არსებობს, რომ კაფეში ან სადმე სადაც უკრავს ერთ ადამიანმა, აი, ამაზე არ წაიცეკოს. კი, მართლა ეგრე არის, აი, ვაკვირდები ხოლმე და სულ მეცინება, აი, არ არსებობს რა გამეცინოს. რაღაცა მოძრაობას მაინც გაკეთებს ხო ვიღაცა ერთი მაინც ისეთია რომ ხო ვერ შეიკავებ თავს კარგი წავედი და გიტოვებთ გვანცას მე ძალიან მიყვარს მუსიკას სკოტ ჯოპლინის Ragtime-ები და რა კარგი შევხვდებით მოვალ კვირას